მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ჯაფრას პოდკასტს, ჩვენი სტუმარია კახა კვირიკაშვილი, კახა სკოლის დამფუძნებელი და ძაღლების ქცევის სპეციალისტი, ძაღლების მწვრთნელიც, ეს შეიძლება ითქვას. დღეს გვექნება ესეთი თემა ბევრი შინაური ცხოვრების მოყვარულებისთვის მნიშვნელოვანი თემა არის, ეს არის მთავრობის ახალი ინიციატივა, რომელიც გამოცხადა, ეს არის მორატორიუმი, რაც 3 წლიანი კონკრეტული ძაღლის ჯიშების მოშენებაზე. ბარემ ვიტყვი რა ძაღლებზე საუბარი, ეს არის ესე ვთქვათ ორი კატეგორია არის, რაც დავიკითხე, ეს არის მომეტებული რისკის მქონე ჯიშები, როგორც წერია, ესენი ამერიკული პიტბულ ტერიერი, ფილა ბრაზილეირო, ეს არის თქვენ გაგებული, სტაფორდშირის ტერიერი, არგენტინული დოგი, ტოსაინო, კანე კორსო, სტაფორდშირ ბულ ტერიერი. და მორატორიუმი ასევე არის კიდე მეორე კატეგორია ძაღლებზე, ეს არის ჰასკი, მალამუტი და ლაიკა. ძირითადად ამ თემაზე ვისაუბროთ. კი ბატონო. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და ძალიან მიხარია სიმართლე გითხრა. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს შენი პოდკასტი, რაღაც თავისებური ისეთი ხიბლი აქვს და რაღაც მე შემოვნა ძალიან. ძალიან დიდი მადლობა. სანამ ამ ბოლოს შევეხებით სკოლის Facebook-ის page-ზე, cover-ზე გაქვს ესეთი წარწერა რა. ამოვიწერე ძაღლი ერთ-ერთი არსება დედამიწაზე, რომელსაც იმაზე მეტად უყვარხარ, ვიდრე საკუთარი თავი. ძალიან პატარაზე წერია და კუთხეში წერია. ხო, ძალიან პატარაზე წერია. ხო, და რატო არის შენი გამოცდილებით დაინახე ეს თუ ეს წარწერა უკავშირდება პირველი ადამიანი ხარ ვინც შეამჩნია და მით უმეტეს კითხვა დამესვა ეს რო იცოდე. ეს უკავშირდება ჩემ ძაღლს არის, რომელიც ასე ვთქვათ რომლის გამოცვარ დღეს, ასე ვთქვათ, კინოლოგიურ ამბებში, რომლის ჩათვალე, რომ მის გამო შეიქმნა კახა სკოლაც და ანუ ინსპირაცია იდეა. არის ესე ერქვა, ხო, იმაში რა ქვია, ბერტოლოგიაში. კი. ეს ხლიანი ულმობელი ომების ღმერთი. რა ჯიში იყო? პიტი იყო, მაგრამ იცი რა, მე მიმაჩნია რომ თლაცუბთა პიტი არ იყო, ძალიან დიდი იყო რა და ადრე რაღაც კუბურ პიტებს ეძახდნენ და ეგეთი რაღაც 1000 რაღაცას იგონებდა ხალხი რა. რეალურად სიმართლე რო ვთქვა, პიტი როგორც ესეთი ჯიში რო რა მაგალითად FCI-ის არ უღიარებია. აი ესე ჯიში როგორც ხალხსახა და არ არის რეალურად რა. ხო და მით უმეტეს ეს რა არ არის და ეხლა არ სტანდარტი არა აქვს და აი ზოგს რო რაღაცა მოსწონა მაგალითად დიდი პიტი იმას რაღაცას დაარქმევენ. მე კიდე რაღაცას და 1000-ის, მაგრამ არის იყო საბერძნეთიდან ჩამოყვანილი ძალიან გაწვრთნილი, ჩემ ხელში გადმოვიდა უკვე გაზრდილი ძაღლი და აი მე მაშინ ნახე იმის და მივხვდეთ რომ 5 წლიდან ძაღლები მყავს მთელი ცხოვრება. მე მაშინ ნახე უკვე რა იყო მართლა ძაღლი, იმიტომ რომ აი ცოტა უხეშად ვთქვა, აი ძაღლი არ ყოფილა, თუმცა ძაღლი ყოფილა რა და აი ამის სხვაობა არისმა დამანახა და მე სამწუხაროდ ძალიან ბევრს ვიცნობ. მეგობარი ძალიან ბევრი მყავს, კიდე ყოველდღიურად ახალი და ახალი, ასე ვთქვათ, ჩვენი მოსწავლეების, პატრონების მოდიან, ვისაც ეს გრძნობა არ უნახავს და მაგას მაშინ ნახავ როცა ძაღლი არის განვითარებული, გაწვრთნილი, ინტელექტუალური, არის უფრო ვიდრე, ასე ვთქვათ, ნასწავლი, მოდი ესე განათლებული ძაღლი დავარქვათ. საერთოდ სხვა რაღაცა არის, ამას ენით ვერ აღწერ რა. როდესაც შენ კომუნიკაცია გაქვს, სულ სხვა ეტაპზე, სხვა დონეზე გინდა თვალებით, გინდა საუბრით, მანერით, აი ემოციით და ეს ძალიან ჭირს ძაღლებს რა და აი ეგ ტექსტი რატო? მოკლედ ეს არის მომპარეს ისე მოხდა რაღაც ცუდი პერიოდი იყო და რაღაც ხდებოდა ბევრი ცუდი რაღაც მაშინ და რომ მომპარესთან აი რაც გამოვიარე და როგორც აი ერთადერთი ყველაზე ლოგიკური ადეკვატური შეფასება რაც კი ჩემ ცხოვრებაში შემეწომა ასე ვთქვათ მეგრძნო და გადმომეცა, ნუ ეგ ყველაზე ისეთი სიტყვები იყო რაღაც ხო და რაღაც ერთით მივაწერე და დავტოვე და შენ შეამჩნი ძალიან გამიგე. რა იცი რომ მოპარეს, ანუ დაიკარგა ხო სავარაუდოდ და? ვიცი რომ მომპარეს, იმიტომ რომ მე ჭიდაობის ზბორებზე ვიყავი ქობულეთში და რაღაცა გზნობები მქონდა და ჩემს ურეკავდი რომ რაღაც ხდება. მიყვა დღეები რა. ხო და მე და ჩემ აი რაღაც იგონებო რა ის ხო არა რაღაც ამერიკულ ფილმს ხო არ უყურებ რაღაც რო აზვიადებენ ხოლმე რაღაც ეგეთ როლში დამინახა. ხო და ნუ ერთ დღესაც რო დაურეკე კიდე რომ მეთქი რაღაც ხდება და
უკვე ტონში ის ქონდა რა, მოკლედ გამოვიპარე ზბორებიდან რა, იქაც გავაბრაზე ტრენერები და ყველაფერი და რო ჩამოვედი აღარ დამხვდა. და მე ვიგებ ისტორიას, რომ თურმე მამაჩემთან მიდიოდნენ, ფულს თავაზობდნენ და მთელი ამბავი რაღაცა და ბოლოს კიდე გავერკვია, რომ საბოლოოდ თურმე მეზობელს გაუგია კიდეც რაღაც ხმები და მთელი ამბავი, იმიტომ რომ საჩხუბრად უნდა და ეგ ძაღლი რა. აი ესეთი, ადრე ახლა დღეს კი რაღაცებს ცოტა ვარდისფერ სათვალეს მოვირგებთ ხოლმე, მაგრამ რეალობას შევხედოთ რა ცოტა ხნის 20 წლის წინ რა იყო. რავი, სისხლი, ტეხავდა რა, მოვიდოდა ვიღაცა, მაგალითად, რამდენი მახსოვს რა, რომ ეხლა მამაჩემი და მე ძალიან დავძაბულ ვართ, რომ გამოდი ვაჭყობოთ რა, იყო გიტყდება, არ გიტყდა, ეგეთ რაღაცებს მეუნებოდნენ და ნამუსზე აგდების ისეთი დონე ქონდათ უკვე ამ ესეთ ტიპებს, ვინებიც აჭყობებენ, რომ აი უკვე შეცდი რა, კიდე კარგი რო არ შემცდა, აი თან მამაჩემ ეძლევა თქვა, რომ ერთხელაც არ შემცდა რო არ, მაგრამ ესე იყო ყველაფერი და არც ის მოპარვა არ იყო მაშინ, რაღაც განსაკუთრებული მოვლენა დედა ეს რა მოხდა. კი, სხვაები ზაღლებიც მოუპარავთ, მაგრამ მე მეგონა რომ ვერ მომიხერხებდნენ, მაგრამ მოკლედ მოახერხეს და იმის მიერ თვალით აღარ მინახოს. მე რამდენიმე წელი საერთოდ უარი ვთქვი ზაღლებზე, ეხლა ბორგის ხომ მთელი საქართველო იცნობს, სინამდვილეში ბორგირი არის იმ ზაღლის ვიზუალური ანალოგი. ეგეც ვეძებე, ველოდე, რამდენი სადღაც წელიწადი და 8 თვე ველოდე, ზუსტად მინდოდა რომ იმასავი თეთრი თათები ქონოდა და რაღაცა ჩავიციკლე ჩემის და აი უკვე მომინდა რომ ბორგიში ჩამედო ის, რა თქმა უნდა, ბორგიში სხვა ტიპი გაიჩნდა და ვიტყვი რომ ეს საერთოდ არ ვიცი, ეს საოცარი ძაღლი არის და მოკლედ არესის ძებნაც მივხვდი რომ ბორგიში არ შეიძლება და მალევე მივხვდი კიდე კარგი რომ ეს რაღაცა ის არ დამეწყო რა სიტყვა ვერ მოუძებნა ახლა როგორ ახსენე და მაგრამ ბორგის ინდივიდის უსხვანაირად შევიყვარე და მე ამისთვის მე კინოლოგიურად იქამდე მოვემზადე სანამ ავიყვანდი სწავლობდი გიჟივით რასაც ქვია და მე უკვე პრაქტიკაში და აი ესე ეტაპობრივად შეიქმნა მოკლედ კახა სკოლაც რა ერთი და იგივე ჯიშის ძაღლებს შეიძლება ჯიშის კი არა, ოჯახის ძაღლებსაც შეიძლება სხვადასხვა ფსიქოლოგია ჰქონდეს, ხო? ნახე. სხვადასხვა ხასიათი. დიმუ, ბორგირი და ნიქსი. სამი სტაფი მყავს ახლა სახში. ხასიათი უნდა მეთქო უბრალოდ ფსიქოლოგია კი არა. ხო. თუ კიდე რაღაცა ფსიქიკური განხრითაც შეგვიძლია განვიხილოთ რატომაც არა. ნახე, დიმუ სტაფია, ხო? ბორგირის და ამათი შვილი. ეხლა ნახე როგორი მომენტია. მაგალითად, სტაფს არ უნდა კონდეს ტემპერამენტში კოლერიზმი. აი ხა თუ მაყურებელმა მაგალითად არის ის ჩვენმა კოლერიკული ტემპერამენტი არის როგორი ტემპერამენტი რო ავხსნათ რა ძალიან ვოკალურია ხშირად წუწუნებენ ემოციური ეს აფექტი უცებ ემართებათ აი მაგალითად აი K9-ზე რო წვრთნი ძაღლს რა აი მაგალითად K9 არის აი ეს სამსახურეო ისენი რო არის ვიღაცა დააკავოს და რაღაც კედლებზე რომ მალინოები დარბიან აი წარმოიდგინე შენ რო კოლერიკი ესე გააქეზო მიდი ყოჩახ მაგარი ბიჭი ხარ შეიძლება ემოციურად აი უცებ შემოგიტრიალდეს და წაკ ვერც მიხვდეს რა გააკეთოს ეგეთები არიან და აი ხშირად დობერმანებს ნახავ აუ რაღაც აი მაგალითად ჰასკებსაც ხშირად ნახავ და აი მაგალითად სტაფს არ უნდა კონდეს კოლერიზმი რა ზოგადად სტაფის ოფიციალური ასე ვთქვათ ის რა ქვია ტემპერამენტი უნდა იყოს სანგვინიკი. სანგვინიკი უფრო მხიარული ჯიგარი რაღაც სუგაღიმებული ტიპი. ხო, აი ბორგის მაგალითად ურევია გარკვეულ დონეს და უკვე მე ეგ და ტემპერამენტი რა არის? ხა ტემპერამენტი რატომღაც სულ ისე წარმოიდგინე რაღაცა კაცური ტემპერამენტი, ქართული ტემპერამენტი, არა, ეგ რა შუაშია. ტემპერამენტი არის ცხოვრების ემოციური საფუძველი, ხო? ეს ყოველდღიურობაში და ეს თუ ემოციური საფუძველია, ემოციური საფუძველი იწევს ხასიათს, ხო? კი, რა თქმა უნდა, ტემპერამენტი ექვემდებარება გადაკეთებას და ლავირებას, მაგრამ გააჩნია რა დონეზე ღრმად აქვს გამჯდარი და რა დონეზე, ასე ვთქვათ, შესაძლებელი აქვს რა. ხო და ეხლა ნახე, ამ დროს ავიღოთ დიმუ. საერთოდ კოლერიზმის არაფერი არ გააჩნია ძაღლს. არის სანგვინიკი, ფლეგმატიკი, ანუ ფლეგმა კიდე როგორია ცოტა ისე მოდუნებული, გრძნობები ადვილად შედის, ადვილად არ წყინს, ხო? ნაკლებად ემოციური. ხო და აი ანუ რამხელა სხვაობებია ხვდები? ის სანგვინიკი და კოლერიკი არის ერთად. ესეც უნდა ვთქვათ, რომ 4-ვე ერთად არის ყოველთვის. მაგრამ აქ უბრალოდ ზედა ზღვარისკენ რომელი მიდის მაგას გულისხმობ და ასე რომ აი პირველ რიგში სხვათა შორის ბარემ ახლა ისეთ თემას შევეხეთ ეს ის საკითხებია, როდესაც ადამიანს ზაღლი რო აყავს, ჯიში კი არ უნდა არჩიო.
ტემპერამენტი უნდა არჩიო. თორე მე მინახავს ინგლისური ბულდოგიც კი მოუსვენარი. მოუსვენარი და არ ჩერდება. ვერ და აი ეს ვიყურებოდი რომ ღმერთო მეთქი ერთსამე ეს აღარ გააჩერა. და აი როგორც გინდა დაიჯერე, ეხა სასწაულს გეტყვი, წესი და კინოლოგიაში ღრმად რო იყო სასწაულია. ჯეკ რასელი მინახავს, რომელიც აი ესია. ჯეკ რასელზე გამიგია ხო რომ არ ჩერდებიან არასდროს. ხო, არასდროს მართლა გეუნები იმაზე. სხვათა შორის კაცებთან რო ვიყავი, იქაც ერთ მოვყევი, იმაზე დარბის ხო. აი, რამდენი ნახე, მაშინ ერთი მოვყევი და იმის მერე ბევრი ვნახე რა, თურმე სტანდარტია, აი ხელს რო ჩამოვდებთ ხოლმე ფანჯარზე მანქანას, აი იმეებზე დარბის ხო. მე რა წარმოიდგინე ტორპედოზე გადაიბეს, ამას გაიბეს, მე უკან იმეებზე, აი ეგეთები არიან და უცებ მომიყვანა ეს ჯეკ რასელი, რომელიც არ ინცრება. აი ეს. ფუ, ჩვეულებრივი. ასე რომ ეს ყველაფერი კიდე რა, მაგრამ აი ხა კარგი კვანტს გავაკეთებ პრინციპში, აი ჯიშობრივად, ხო, ამასაც ძალიან მნიშვნელობა აქვს. აი როცა ვამბობთ ხოლმე რომ მოშენება, იკრძალება მაგალითად მოშენება რაღაცაზე რომ მიდის ხოლმე თემა, ხო? ანუ ჯიშის მოშენება, იკრძალება, ჯიშიანობის იკრძალება თუ ვიღაცის გამრავლებულის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ ჯიშს კონდეს ის თავისებურებები რა, რომელიც ზოგადად მოშენებას გულისხმობს და მოშენება ჯიშს და თვითონ მოშენება რა არის? ან თვითონ მოშენება არის რა? განვითარება ჯანმრთელობის, განვითარება ხასიათის და განვითარება ექსტერიერის, ხო? ამ სამი იმის და იცი როგორი მომენტი არის თუ მაგალითად ეს ხასიათი არ აქვს, ესე იგი ჯიშობრივად არასწორია ეს ძაღლი. და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ ადამიანებმა სწორი მომშენებლებისგან აიყვანონ ძაღლი თუ აიყვანენ. და თან იქაც მაინც პატარა სხვაობები ყოველთვის იქნება, როგორც ჩემს სამივე ძაღლს შორის უდიდესი სხვაობა არის. იქაც იქნება რაღაც სხვაობები და იქაც სწორად უნდა მოხდეს შერჩევა ტემპერამენტის. და აი ხა ის ჯეკ რასელ ტერიერიც რო ახსენე. რა იწვევს ამას? როგორ გარემოში მოხვდება თავიდან თუ გენეტიკურად შეიძლება გამოყვას ეგეთი ხასიათი თუ რა იწვევს იმას რომ ესეთი განსხვავებული გამოდის მეორე ასეთი? ნახე როგორი რაღაც არის ზოგადად არსებობს ესეთი დართვები, აი შეჯვარებას რო ვამბობთ, უფრო სწორი ფორმაა დართვა, ეს უფრო მიზანმიმართული გამრავლება, ასე ვთქვათ რა, დართვა მაგას ნიშნავს. დაახლოებით. Outcross-ი, line breeding-ი და inbreeding-ი. აი outcross-ი არის დართვა, როდესაც ორი ძაღლის დართვა ხდება ერთმანეთში, რომელთაც ერთმანეთთან სისხლის კავშირი არ გააჩნიათ. სხვა იგივე ჯიში რო იყოს მაინც. ერთი იგივე ჯიში, მაგრამ ნათესაური კავშირი არ აქვთ. მაგალითად line breeding-ი არის მეორე საფეხურიდან მეოთხე საფეხურის ჩათვლით. აი ავიღოთ მაგალითად აი ამის პირველი საფეხური ხო დედა და მამა და მეორე საფეხური ბებიები და ისინი არიან ბაბუები ხო პაპები როგორც ვეძახით. მესამე საფეხური იმათი დედმამა და ასე შემდეგ. ამათი დართვაც ხდება ხოლმე და აქ რო გონიათ რომ მაგალითად რომ აი მე სისხლი აღირია ინცესტი, ასე არ არის. და კიდე არის inbreeding-ი, როდესაც ხდება პირველი საფეხურის დართვა და ანუ დედაშვილია თუ მამაშვილი. ეხლა მე რო გითხრა რომ მაგ ყველაფერში სიღრმისეულა და აი მთელი ცხოვრება მაგას მიუძღვენი, არა. ვისწავლე კარგა ხანს, ანუ კურსიც კი მაქვს დამთავრებული ორჯერ რაღაცა, მაგრამ მაგას კურსი კი არა. ის რომ შენ მაგალითად inbreeding-ი გააკეთო, მე რომ გითხო, 1-30 წლის გამოცდილება უნდა გქონდეს. იმიტომ რომ inbreeding-ის იდეა არის, რომ შენ იმ ლეკვის მაქსიმალური, რომელიც მოგეწონა და დედისგან და მამისგან აიღე პირობითად, ამათან რომ შეატრიალებ პირობითად, ის ძლიერი რაც მოგეწონა, ის შეინარჩუნო. მაგრამ მაგას მთელი წესები აქვს. ეხა იქ რო დავიწყოთ ცალკე პოდკასტი, შეგვიძლია მაგას მიუძღვნათ მართლა. ეხა ნახე მეორე ვარიანტია line breeding-ი, ხო? ეს მეორე. ეს არის ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე აპრობირებული და ყველაზე მოკლედ კარგი ვარიანტი, რომლითაც ძალიან კარგად აღწევენ. line შაბათ საგვარეულო ხაზი იგულისხმება, ხო? ხო, ოთხი. ის 4 საფეხური რა. ხო და ეს outcross-ი ხშირ შემთხვევაში შეცდომაა ხოლმე. ეხა რა ხდება ჩვენთან? ყველა შემთხვევაში outcross-ი რატო შეცდომა? იმიტომ რომ გენეტიკის გამყარება არ ხდება. ძაღლებს ხო ბევრი ის აქვთ ქრომოსომა აქვთ ადამიანთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ ორივე შეიძლება სხვადასხვა სუბთა ხაზიდან მოდიოდეს, მაინც ანუ სუბთა ჯიშის ის იყოს თავმოვარეს. outcross-ი შეიძლება საჭირო იყოს მაშინ, როდესაც მაგალითად სისხლი გადატვირთე, ბევრი დართვებით. და ბევრი ჩაბრუნებით. მაგრამ ეგ კიდე გეუბნები რა, ეს მე თეორიულ დონეზე ვიცი. გრძნობ ამ ყველაფერს, მაგრამ აჰა შენ საშენი და აბა შენ ქენი მე ვერ ვიზავ მაგას. და ბევრი ადამიანი ვინც ამბობს რომ მე ვიზავ და მესმის, ჩემ ნახევარ დონეზე არ არის.
ანუ ეს არის რეალობა, აი ძალიან რეალისტური შეფასება რა. და ნახე რა ხდება ახლა. ეს აუთქროსი კიდე ისეთი ვარიანტია, ისეთი დიდის მომცემი არ არის როგორც ის წინა დანარჩენი და რა ხდება ჩვენ რეალობაში საქართველოში? მე მომშენებელი ვარ, სინამდვილეში გამრავლებელი ხარ. მოშენება სულ სხვა რამეა, მოშენება ის სამი კრიტერიუმია, წეგა რო გითხარი და. როდესაც აქ ამრავლებ ამ არა დამთხეული სისხლები და საერთოდ რო არის სტილისტიკას რო უურევ, ხასიათს რო უურევ, არ ითვალისწინებ, საერთოდ არაფერს რო არ ითვალისწინებ, იმიტომ რომ დედალი და მამალი, ძუდახვადზეც აღარ არის აქ საუბარი. დედალი და მამალი თითქოს ქათამი და ის იყოს, ხო? რაღაცა ბატი. და მე ვიღებთ იმ შედეგებს, რომ ეს ზაღლები ჩვენთან არიან უცნაურები და მე უკვე ახლა ტერმინები არის ხო რამდენი ხანია აუ საზღვარგარეთიდან ჩამოვიყვანე ესე იგი მაგარი ვაფშე არ არის მაგარი საზღვარგარეთი და ძირითადად შემოდიან ზაღლები სანაშენე და შოუ დონეზე რო განვიხილოთ ძირითად შემთხვევაში ყველა შემთხვევაში არ ვამბობ შემოდიან ისეთი ზაღლები რომლებიც იქ არ ჭირდებათ არაფერში იმიტომ რომ არაფერში არ ვარგიან როგორც სანაშენე კიდევ ვამბობ და როგორც შოუ მიმართულება დაწუნებული ასე კი თორე ახლა იმაზე მოდით ახდებით რომ ყველა ზაღლი საყვარელია და ნუ ეს რაღაცა შაბლონური ის რო გავიაროთ ნუ შაბლონი რა პრინციპში მართლა ყველა ზაღლი საყვარელია ანუ ფაშიზმი არ არის კი არა და რა ქვია მაგას ხო ნუ არ მაგას არ გულისხმობ უბრალოდ როცა საუბრობთ ის ეხლა წესით ხო აი როგორ თქვა რა სამყარო რომ იდეალური იყოს ხო მე რომ მკითხო არავინ არ უნდა გაამრავლოს არავინ არ უნდა გაამრავლოს სახლი მხოლოდ მომშენებელმა უნდა მოაშენოს სახლი ეს არის ჩემი შეხედულება და ჩვენთან მაგალითად რო გითხრა რომ გათამამებულები ვართ რაღაცა სანაშენე ასე ვთქვათ ზაღლებით და მოშენებული ზაღლებით არა კი არიან რამდენიმე და დიდი პატივისცემა ჩემგან მათ იმიტომ რომ მოშენება არის ურთულესი რა მართლა ურთულესი რამ არის ძალიან მოშენებით მაგალითად აი მოდი პირდაპირ გეტყვი რა ფულს ვერ იშო შანსი არ არის შემდა იყო ტიპი რომელიც ხარ რაღაც ბიზნესმენი აი გიყვარს და პლუს გევასება კიდეც ხო ანუ ძალიან დიდი რესურსი უნდა ჩადო და ამდენი ხო პროსტა ეხა ჩვენ რო ჩამოვთვალოთ ერთი ზაღლისთვის რა გიწევს აი იმ თანხას ვერ ამოიღებ რა მინიმუმ რო თქვა რომ შენ ის გახადო ის რაც საჭიროა ხო კარგი ამ ინიციატივის მიზეზი იყო ჰიპერპოპულაცია ესე დავიკითხე ყოველ შემთხვევაში რა ეს რეალობა არის ეს შენი აზრით ანუ ამ ინიციატივაზე ვისაუბროთ ახლა როგორ ერგება რეალობას და რამდენად საჭირო იყო ახლა ამის გაკეთება და რის შესვლას ცდილობენ ამით სიმართლე გითხრა აი ბოლომდე აი ძალიან რეალისტურად რო ვისაუბროთ მე ბოლომდე ვერ დავინახე მაგ იმის რა კანონია თუ წესია თუ რაც არის მაგის აი მიზანი ოღონდ იცი რა მიზანს გულისხმობ აი ეს როგორ ვაუმჯობესებთ ეს მიზანი ხო ანუ მან არის საკითხი რომ ის რომ ძალიან ბევრი არის ჯიში ხო მაშინ თუ ეგრევე საუბრობთ ხო ჰიპერპოპულარიზაცია ხო ეს არის რომ ძალიან ბევრია ეს ჯიში სტაფორდშირ ტერიერი არის საქართველოში 20 წელი ანუ მაშინ უკვე იდეას ავწდით ხო ანუ არ არის რაოდენობა აჰა აი უკვე ერთი მინუსი რომელზეც ამაზე შეგიძლია ადამიანმა ჩააჭირო და იდეაში მორატორიუმს იყენებენ ხოლმე მაშინ როცა რაღაც პრობლემა დადგება და სადამ გადაჭრის გზებს ვიპოვით მოდი გავჩერდეთ ერთ წამი და მოვიფიქროთ ხო ეს არის ეხლა ჩემთვის მოდი პირდაპირ ძალიან ესე პირდაპირ ვიქნები ჩემთვის ეხლა ეს კანონი არის რა იცი აუ მოდი რა უცებ რაღაცა ვქნათ ესე დავინახე მე რა იმიტომ რომ ნახე აი გავს თითქოს რომ უცებ რაღაცეთი პრობლემა დადგა რომ სადამ გადაწყვეტილებას მივიღებთ მოდი ხა უცებ გავაჩეროთ თორე რაღაც მიდის იმისკენ და აი ხო ესეთი სიტუაცია იყო ხო ესეა ნუ ფაქტია ესე იცი რატო უყურე რატო გეუბნები მე ხო იქ არ ყოფილვარ ვინ მიიღო რა მიიღო და როგორ გადაწყვიტა ხო მე შედეგით ხვდები რა ეს დაახლოებით როგორ რაღაც არის მაგალითად ზაღლი რომ მოვა და რომ მოგახდება მაგალითად ესე თათებს რომ მოგარტყავს მე შენ ხო კინოლოგი რო ხარ ხო ხვდები რატო და საიდან მოდის და ეს ყველაფერი იმის წინა დღეებში ცხოვრებას და წინა წლებში ხვდები ხო აქაც ეგრე არის რა როცა ღრმად ხარ სფეროში ჩართული ხო შედეგით განმეორებასაც ხო ხვდები ეხლა იგივე მომივიდა მეც ეხლა მაგალითად ესეთი კანონი რო წამეკითხა
აიკრძალა ძაღლების გამრავლება, იმ ადამიანების ასე ვთქვათ, ჩამოერთვას უფლება, ვინებიც არანაირ კავშირში არ არიან კინოლოგიასთან, არ გაუვლიათ არანაირ კურსი, საერთოდ აზრზე არიან არც გენეტიკის, არაფერი არიციან, არც გენეტიკა არიციან, არც ჯიშობრივი, მოკლედ არაფერი არიციან, უბრალოდ დედალი და მამალის ამბავს აკეთებენ, ხო? კი ბატონო, მე ვეთანხმები, რომ მაგალითად აეკრძალათ იქ რაღაცა მიექცეს სამხარეს დაუშვათ ისეთი ყურადღება, ხო, ნუ ამითი ავტომატურად გამოდის ეგ. კი, აი მაგალითად, ხო. ხო, მაგალითად შენ მოგინდა რა, პირობითად, შენ მოგინდა რომ გახდე მომშენებელი, ხო? აქ ყველანაირი რესურსი უნდა იყოს, მაგრამ რაღაც ცოტა ხნის ერთ-ერთი ძალიან მაღალი დონის კინოლოგი არის ის ბერიზე იუზა ბერიზე არ შემეშალოს გვარი და რაღაცა პერიოდი მან გააკეთა ის ეხლა ამ წამს აღარც დიდად მომიკითხავს რა არის, მაგრამ უნდა ხდებოდეს ეს მაშინ და უნდა ხდებოდეს გადამზადება რაღაცას რომ მიკრძალავ, ხო? მაშინ კი ბატონო, მე მინდა ამ ყოველფრის გაკეთება, მაგალითად მე ისე ზოგს უბრალოდ ფულის კეთება უნდა ძაღლება 200 ლარად გაყიდის თითქოს ეს იყოს რაღაცა რეული იყოს, ხო? მაგრამ არა, მე იქნებ სერიოზული ვარ და შენ სერიოზ და მაშინ მივიღებ განათლებას, ვისწავლ და მე ოფიციალურად მომეცი რა. მაშინ ესე რომ უბრალოდ ჰოპ და გავაქროთ რა რაღაცაირად ვერ ხვდები რა. მე ეს ჯიშებიც ხო ეს დაჯგუფება საიდან მოდის რა აქვს საერთო აი ჯგუფის? ნუ აი მოდი თქვათ რა ძლიერი ჯიშებია ხო ფიზიკურად და ისე ხო, თითქოს რაღაც ერთნაირად გამოიყურებიან, ნუ იქ არის რაღაც. აი, მოდი რაღაცა ნახე რამდენიმე ტერიერი. აი, ქუჩაში ძაღლს დაინახავ და ცოტა რომ შეგეშინდება, ეგეთ ვიდეოზე არის ყველა ჩამონათვალში, ეგეთ გარეგნობა. ხო, სტერეოტიპულად ვამბობ. ხო, მაგრამ აი, კარგი, მაშინ მე მაკითხვა. სტაფორდშირული ბულტერიერი, ხო? ხო. ერთ-ერთი ხო ეგეწერა. სტაფორდშირ ბულტერიერი, კი. ხო. გინახავს როგორია? აი, ამ ხელა. ხო. და ამ ხელა. ხო. აი ანუ ეგ მაგ ძაღლის შექმნილი რემ პრობლემა საერთოდ გაგვიგია. მე არ გამიგია. 11 თუ რამდენი წელი აღარც მახსოვს რამდენი წელი ამ ყოველთვის ვაკეთებ. მე არ გამიგია ეგ ძაღლი რომ რაღაცა ქნას. ანუ ფრანგული ბულდოგის ხელა არის, ოღონდ დიდი ფრანგულის რა, ცოტა ზომაზე გადაცდენილი ფრანგულის ხელა არის რა, ანუ ზომით და ხო, ანუ მაგასაც მე ბულტერიერს რაც ეძახიან ეს არ არის, ეს სხვანაირია თუ ეს არის? არა. წარმოიდგინე სტაფი ეს ჩემი ძაღლები ოღონდ გაანახევრე. ხო. დაახლოებით რა, ანუ ახლა. ძალიან პატარები, ძალიან ისეთია, ცოტა ნევროზი ტიპები, აი, რაღაცა კითხვები აქვთ. აი, გამოდი ახლა გარდა ესე ილაპარაკებდა უცებ ადამიანს რო გადავაქციოთ. აი, ეგეთი ტიპია. მაგრამ რა მაგარი საყვარლები. ოღონდ ათამაშე, ოღონდ იქ რაღაც დააჭერინე. კი, შეიძლება მაგ ძაღლებს აქვთ ახლა რაღაც ძირთად ახლა ბევრი ძაღლი. მან რაც არის, ხშირად ემართებათ ხოლმე, ყველა შემთხვევაში მანდაც არა, მაგრამ ხშირად ემართებათ ხოლმე ზოოაგრესია. მაგრამ რო გითხრა რომ ახლა ზოოაგრესია. ან სხვა ცხოველის მიმართ. სხვა ცხოველის მიმართ კი, მაგრამ აი როგორც ესეთი ხო აი ცოტა რაღაც დამაბნეველი და მეორე კატეგორია ჰასკი მალამუტი ლაიკა. აქ ალბათ კლიმატის არ შეესაბამება ჩვენს კლიმატს. არა, მაგაზე მოდი ესე ვთქვათ. მოდი ახლა გამართლებაც უპოვოთ ამ ყველაფერს. ეხლა მაქსიმალურად ყოფილიყო გამართლება ეს. ხო, ორივე მხრით ვიმსჯელოთ რა. ეხლა ზოგადად ერთი კუთხით გეტყვი რომ აი მე მიხარია რომ არ გამრავლდეს. არ მოშენდეს არა, ნახე კიდევ არ გამრავლდეს. მე ეს ფაქტორი მიხარია. პროსტო უბრალოდ მე მინდა რომ სწორად იყოს. თორემ მე მაგაში არავის არ ვეწინააღმდეგები იქ. არ გამრავლდეს და არ რაღაცა აი ტიტყნოს ის ყველაფერი და აი რაც შეეხება აი მაგ ნაწილში, აი მანდ კიდევ უფრო ვეთანხმები ვიდრე აქეთ ნაწილში. რაღაც მეორე კატეგორიაში და რატომ? იმიტომ რომ ის ერთი პერიოდი, როდესაც აი ბუმი მოდაში იყო ეს მასკები, ხო და ის და ონის რაიონში ვიყავი, აი, პროსტა ჯავარ შენ რო იქ ჩახვიდე და შენ რო აი არ ვიცი რა, თუ ოდნავ მაინც ძაღლები გიყვარს, სავარაუდოდ ოდნავ ცრემლი მაინც მოგადგება რა. ნუ ეს ჰასკები უბრალოდ რა ფორმის გინდა მითხარი რა ზომის და ეს აი ესე ანკეს გადააგდებ და წამოიღებ. აი, ცუდად გამომდის რა თქვა, მაგრამ ჰასკები ყრია. ანუ წაყვანილი და გზაზე დატოვებული, ხო. და მე რო რაჭაზე ვთქვია რომ ჩამოვედი რა და რო რაღაც დავსხედა ბარანახესად იყავ იმ თაში რაღაც აი საუბრებში ვიყავი და ერთ-ერთი თემა რო იქ დავიწყე და ყველამ აბსოლუტურად ყველამ თავის ამბავი მოყვა. რომ მანდაც მეც რო ვიყავი იგივე მეც რო ვიყავი და ბოლოს და უცებ რო იაზრებ რომ ანუ ეს ჰასკები არის რა ვიცი როგორც თევის წყალში გაონგარეთ გაშვებული და იმაზე აღარ მაქვს საუბარი უკვე გერმანული ნაგაზები და რა ვიცი მე რა
და იმას აღარ მეგონა რომ მოვესწრებოდი უკვე მალინოა ვნახე ორჯერ ნუ იქ არა ეს მე აქ არ მინახ შეიძლება მინახოს და ვერ ვიცანი მაგრამ ხო ნუ ხო და ეგ მომენტი რა თქმა უნდა ხო უნდა შეიზღუდოს რაღაც მაგრამ აი კიდე გეუნები რა ვის უზღუდავ რა ანუ მან წესებში ისიც წერია რომ მაგალითად მომშენებელს უზღუდავ ძაღლის მოშენებას ალბათ მივლენ რაღაც იქამდე რომ მე ლიცენზია რაღაცა ხო და რაღაცა სტანდარტები უნდა დააკმაყოფილო ალბათ ეხლა არ მგონი სამუდამოდ აიგზავნოს მაგრამ ალბათ ჯერჯერობით ასე ჩანს რომ რაღაც მაკეტიკერ მიმოვალია ხო რა მანდაც ისეთი მომენტი აი ეხლა უბრალოდ წარმოვიდგინე რომ მე ვარ მომშენებელი ამ ხელა რესურსი ნერვები ფული დრო ყველაფერი ჩავდე უცებ დღე-დღეზე ველოდები დართვას იმას და უცდა რაღაც გეგმა მაქვს რომ უნდა წავიდე და მინდა რომ გავხდე არ ვიცი ინტერ ჩემპიონი მინდა გავხდე და კიდე სხვა რაღაცები მინდა გავხდე და უცებ რაღაც მიკრძალავ რა აი ხო და აი თუ მომატებულია ხო სხვადასხვა საპორტული ბულტერიერი თუ მაგალითად ამერიკული სტაფი არის 20-30 წელი ჯამში და არც არის რეალურად მაგდენიც არ არის მაგრამ მოდი ვთქვათ რომ 20-30 წელია ხო ის მეორე ინგლისური ის არის 10-15 წელი აი რა მომატებაზე ვსაუბრობთ მაშინ აი მომატებული სხვა ჯიშები არის რეალურად თან ზა რაღაცა ესე ხო არ იყო აი ხო სულფურ ლოგიკა ვიპოვოთ რა ანუ მაგალითად აი აქედან ამ ჩამოს მინდა ყველაზე ბევრი რომელი არის ამერიკული პიტბული ანუ ყველაზე რომელს იტყოდი შენ რომ პიტები ეხა არგენტინული დოგიც ბევრი არ შეხვედრა ერთი უკვე რაღაც პონჩი არის ბევრი ხო შეიძლება თქვა რაღაცა ერთი იყო მაგრამ იმ კატეგორიის ყველა ძაღლი შეიყვანეს არ ვიცი მე მართლა ავიჭერი თუ პიტბული აიგზალა მაშინ ხა არ მიაწყდეს გამრავლებლები მეორე ეგეთივე ჯიშს თქვაზე მთელი კატეგორია ხო რა აგზავნეს ამის გამო რა არიცი მე არ მინდა აი ზოგადად მსჯელობაში რა ანუ არ მიყვარს რომ უცებ პირველი ემოციები რაც შემომივიდა აუ ეს რა გააკეთეს და ამით არ მიყვარს ეს აი მინდა რომ ორივე მხარე იმას ვქნა რომ ვერ უპოულობ აი ზუსტ ახსნას ანუ რა ვქნა ჩემთვის რაღაცნაირად საბოლოოდ გამოვიდა რომ ეს ალოგიკური არის რა იმიტომ რომ მაგალითად მალინუებზე რომ დაეწესებინათ პირობითად ვამბობ რა მალინუას რა იმდენი არის მალინუა უკვე აი ახლა მაგალითად მეგობრები მირეკავენ არ გინდა რომ ეს ზაღლი გამაყიდინე და მე შენს რაღაცებს მეუნებიან რა ბევრმა მითხრა ერთმა კი არა იცი რამდენმა დაახლოებით 2-3 თვის განმავლობაში ერთი 6 ადამიანმა მითხრა ეგეთი რაღაცა იმიტომ რომ დაართავენ ამ ზაღლებს გაამრავლებენ და მე გაყიდვა უნდა ამ ზაღს ხო და ვეღარ შვებიან რა ოღონდ ძალიან ბევრი გარშემო ხო და მე რა არის აი ხა მანდაც კიდე ცუდი მომენტი აი მაგალითად მე და შენ გვინდა ეხლა ზაღლის ყიდვა რა დაუშვათ და წავედი ეხლა და შენს რაღაც ცუდია შენთვისაც მომშენებლის ნაცვლად ვიღაც გამრავლებელთან რო ყიდულობ შეიძლება რომ მოგცე ეს ინფორმაცია რომ არ უნდა იყიდო ამ გამრავლებლისგან ეხლა მოდი და ეგ არ ყვიე ვინ არის მომშენებელი ვინ რა არის იქაც ეს ჯიში მრავლდება მე ის მომშენებელიც იჩაგრება რომელიც იქ წვალობს და წამობს ამ ყველაფრის გასაკეთებლად და ეს დგას 200 ლარის გამო ამ ყველაფერს აკეთებს თუ 500-ის თუ რა მნიშვნელობა აქვს ხო და მოკლედ რა შენც ვეღარ გაგიგია რა გააკეთო ესეც აფუჭებს ამ ჯიშს და ისიც იჩაგრება აი ეს არის ჩემი აზრით მისახედი ეს არის ჩემი ხო აი ჯიშის გამო ყოფილიყო მაშინ სხვა ჯიშებიც ბევრია რომელსაც აი პოპულარული ხდება ხოლმე მაგალითად მაგრამ ასეახია თეთრი ფუმფულა ძაღლი რო არის პატარა პომერანული ხო ეხა ძალიან ბევრი ხო ძალიან ბევრია და მოდაში ასე ვთქვათ პოპულარული ძაღლია მანდაც დაწუნებული იგვესტოცია იქნება ეხა როგორც კი არის და ისინი კიდე აი მე ენაზე მაგას აუ ვეღარ ვთქვი და ესე ბევრი ბეწვი რო აქ ესე აუ უცებ აი ჭადის ახლა რო დაგავიწყებ ეგეთ რაღაც მომივიდა ხო რა ის ჯიშს ახლა ძალიან ბევრი არის და აი იმესად გავყიდო ეს რაღაცთან უკვე ისე მაქვს რა ეს ყველაფერი რა ხო ნუ მოკლედ ნუ მაგნაზილში ხო და ნუ ჰასკი მალამოძე ამაზე ვთქვით რომ ანუ იდეაში საქართველოში თბილისში ყოლა ცოდვა ანუ როგორც ამბობენ ხოლმე ცოდო არის თბილისისთვის თუ შეიძლება აქ შეუქმნა პირობები აი გეტ ორი ლეგვი მყავს ერთი არის ამერიკული აკიტა და ერთი არის ალაბაი ეხა მყავს ალაბაი ის გიგანტი რო იზრდება ეკყავს ორთვის არის აი ამ ხელა არის ალაბაი აქ მე არ ცოცხლად არ მინახავს კი აი შეგვიძლია გამომისეინო მე აქვე ვარ და ხო და მოსწავლეები არიან მომიყვანა პატრონმა ორივე დამიტოვა ერთი პატრონის ორი ძაღლია საზღვარგარეთიდან ჩამოიყვანეს მაგრამ ეს შემთხვევა რომ მართლა კარგები არიან ამერიკული აკიტა და ალაბაი ხო და აი რავი რა გითხრა რა აი ხო არც ხელა იცი რა დღეში არიან სახში მინდა რომ შევიყვანო და უბრალოდ ისეთ ტემპერატურა მაქვს სახში რომ ნუ ხუდითაც სავდი ვარ ძალიან არ მსხელა ისე არ შვები რომ მაისური თვია რომ და ასე შემდეგ
ვერ ძლევენ ცუდად არიან და მიწევს რომ გარეთ გავიყვანო რა. ხო და წარმოგიდგენია რომ იმათ კიდე რაღაცნაირი ბეწვი აქვს, აი თითქოს კი არა რამდენიმე ფენიანი ბეწვი აქვს, აი ძონისი აქვს რა, ამ იმასაც. ნუ პრინციპში ამერიკულ აკიტასაც რაღაცნაირი ეგრე და ძალიან ამერიკული აკიტაც ცოტა არის თბილისში და მე რომ მკითხო კი. ვაუ. მე რომ მკითხო კი და უცნაურობა ის იყო. ფიქრობდი საომავლოდ თქო ამერიკულ აკიტა ძალიან მომწონს ეს ვიზუალურად ხა ეს შეხება მქონია, მაგრამ აი ძაღლის თუ ვიყოლიებდი რამდენიმე ჯიშს ვფიქრობ, მაგრამ აი პირდაპირ ვიტყვი რომ მე პირადად აქ არ ვიყოლიებ მაგ ჯიშს. ну მე არ ვიყოლიებ რა. ну პრინციპში მაგიტომაც ყავს დაბალბეწვიანი ძაღლები. ხო და ერთი შემთხვევა იყო სხვადასხვის ჰასკი თუ ჰასკები აღარ მახსოვს ზუსტად დეტალები შეაბეს მარხილში. და მე მგონი ბაკურიანში თუ უდაურში არის ბაკურიანში ალბათ ესე მახსოვს და ხალხმა არასწორო და ძლივს მეთქი ბედნიერი ჰასკი ვნახე რომ მარხილში თავის საქმეს აკეთებს და უხარია ძაღლს. ეგ ხო ის ტიპები არის რაღაც ადგეს და მედიდურა და აბა და რაღაც აი ევასებათ ეგ ყველაფერი და ჰაერდან ხوار მოვიტანეთ. აბა სტაფს ვინ აბავს მაგალითად ან პომერანულ შპიც აბავს ვინმე. და კიდე ის სამოიედი რო არის ეგეც. ну ეგეც ხო სხვადასხვის მყავს. ну მე რა მიზა ჩემს ყავს ჩათვალე რომ მე მყავს ფიზიკურად არული თორე ემოციურად ჩართული ვარ და ну თავიდან ძალიან ჩართული ვიყავი და ეგეც ხო რა გამოვიდოდა ხოლმე მეტლახს იპოვი და დაწვევოდა და სასწლები ხო ну აი სუმაგ დღეში იყო რა ხო აი რო არჩევ სამომავლოდ ხა ვინც გვიყურებს და ვისაც უნდა რომ მომავალში იყოლიოს ძაღლი რა უნდა გაითვალისწინოს როგორ შეარჩიოს თქვათ ერთია რომ ვიზუალურად მოგწონს და რა საყვარელია მაგრამ მეორე არის აი კიდე ანუ რეალობა იმისი მოთხოვნილებები ასე ვთქვათ იმ ძაღლის იმას როგორი გარემო ჭირდება ანუ ეს ყველაფერი რაღაც მანამდე უნდა მოვიძიოთ ალბათ ინფორმაცია თუ აი როგორ უნდა მოიქცეს ადამიანს ძალიან მაგარ წეს ვიტყვი ხა ისეთ მაგარს რომ თუ ამას არ დაიზარებს ადამიანი და გააკეთებს მოგლად მაქსიმალურად კარგ შედეგზე გავა რა ну პირველ რიგში ის არის რომ ну ეს ეხლა ცოტა მარტივად გამოვძვრათ მაგალითად ერთჯერად კონსულტაციაზე პროფესიონალთან ჩაეწერო მიხვიდე და ყველაფერი ელაპარაკო და ერთად იმშელოთ მაგრამ მოდი ხა ну ეს ერთ-ერთი სწორი და აკადემიური ვარიანტი მოდი ეს გამოვრიცხოთ და ახსნათ როგორ შეიძლება იმას პროფესიონალში გულისხმობა კინოლოგი თუ კი ბატონო თუნდაც ჩემი კოლეგები თუნდაც მე ან ჩემნაირი სხვა რა ვინც არის რა მნიშვნელობა აქვს და არა ვეტერინარი თუ ვეტერინარი არა ვეტერინარს არ ვფიქრობ ნაკლებად ну სადღაც თუ მეგობარი შენაური ვეტერინარი ყავს რაღაცა გითხრას მაგრამ ну ვეტერინარი და ქცევა მაინც ну იმას თავის საქმე უფრო კარგად გამოსდის ვიდრე ჩვენ რა ხო ის უფრო ჯანმრთელობაზე რა თქმა უნდა ჩვენ მაგდენი არ ვიცით იქით პირიქით იმათ ვიხმარებთ ხოლმე მაგ ამბავში ნახე ეხა როგორ რაღაც არის პირველ რიგში უნდა დავიმახსოვროთ წესი რომ აუცილებლად უნდა გავარკვიო მომშენებელია თუ გამრავლებელია ეს პირველი წესი და დავწერო ეგრევე დავიწყო ძიება გადავრეკო გადმოვრეკო რაღაცა მომშენებლები ოღონდ ამ ყველაფერს გადავრეკავ მაშინ როდესაც მე ავარჩევ ჯიშს ამიტომ ამ ინფორმაციას ვინახავ ამ ფურცელზე და წერ ეხლა შემდეგი ამბავი დავწეროთ შენ დღის განმავლობაში რამდენ დროს ატარებ ყველაფერი უნდა გადაიტანო ციფრებით. იმიტომ რომ ეს გაამარტივებს საქმეს. მაგალითად, მე დღეში ვატარებ პირობითად დღის განმავლობაში, აი დაუშვათ სახში მოვდივარ 3 საათზე. აი ეგეთი სამსახური მაქვს დილის 8-ზე ვდგები, მივდივარ და 3 საათზე ვბრუნდები, ხო? ეს გამოდისო და თან მე ზალთან ოღონდ ურთიერთობა მინდა ეხა თუ ის ტიპი ხარ, არ გინდა გეზარება და ხანახან უწუპუწუ გინდა, ეგ კიდე სხვა ამბავია. მოკლედ მარტივად რო ვთქვა, უნდა გაერკვიო შენ რამდენ დროს დაუთმობ შენ ძაღლს და უნდა დაწერო ეს საათი. აი აქედან გამომდინარე, მაგალითად შენ თუ დღეში უეჭველი შეგიძლია რომ პირობითად 3 საათი დაუთმო ძაღლს უეჭველი, ოღონდ ცოტა აქტიურად, ხო? ხო ეთამაშო ასე ინა. მაშინ ასე თუ ისე აქტიურ ძაღლსაც მშვენივრად მოირგებ, მაგრამ მე მაგალითად აი მაგ შემთხვევაში მალინოს არ გაუწევდი რეკომენდაციას. ზოგი უწევს, მაგრამ მე სხვანაირად უყურებ, მე ჩემი აზრით მალინოს 4 საათსაც უნდა უთმობდე დღეში და კიდე რამდენიც რამდენიც არ გაქვს. მალინოს შინაურ ცხოველია საერთოდ რა მე რაც არა, ეგ მე რო ვკითხო გადატენილი ის არის იარაღი არის, რომელიც შეიძლება ისროლო. დაფრინო ძაღლი არა. კი, საოცრება, აი ვაბოდებ მაგ ჯიშზე და არ ვიცი. ადეკვატურობის ფარგლებში ყველას ვურჩევდი, მაგრამ არავის არ ვურჩევ, თუ სათანადოდ არ აქვს. თელ დღეს უნდა თუ არ დაუთმობ. კი ბატონო. ესე იგი, მაგალითად ახლა უყურე, წარმოვიდგინე რომ დღეში მაქვს მე ძაღლისთვის მაქსიმუმ 3 საათი და უნდა გავერკვიო ჯიშებში რა, დაახლოებით რომელი ჯიშისთვის იქნება ნორმა რომ მე 3 საათი დაუთმო დღეში.
ეხლა შენ წარმოიდგენდი მაგალითად რა გიშლი დორბლი გიშლის ნერვებს თუ არ შეგილია მაგის ატანა მაშინ კანეკორსო ამოიღე ის ამოიღე ანუ ჩამოწერ ბევრ ჯიშს კი ბატონო ეს ჯიშები უნდა ჩამოწერო ან რაღაცა კატალოგი რაღაცა გახსნა და ამით გამორიცხვის მეთოდით მაგალითად დაგჭება 5 ჯიში ხო მერე უკვე ამ 5 ჯიშიდან გამომდინარე ეხლა იმასაც მნიშვნელობა აქვს სად გინდა ყიდვა რა მაგალითად თუ სიტყვაზე გინდა მაინც საქართველოში მაშინ გაერკვია გვინ არიან მომშენებლები და ვინ გამრავლებლები არც ერთ შემთხვევაში გამრავლებლისგან არ უნდა იყიდო უეჭველი უნდა წამოიყვანო მომშენებლისგან და ეხლა რომ მიხვალ მაგალითად უნდა გაერკვია აი მან მაინც გჭირდება უკვე ეს წეღარო თქვი რომ და რაღაც დაუგულო და რამე რა მან უკვე გჭირდება რომ პირობითად რა მაგალითად რა ტემპერამენტის უნდა იყოს ესა და ეს ჯიში ხო უნდა გაერკვიო და მე ეს ტემპერამენტი შენთან რამდენად მოდის შენ ცხოვრების წესთან რამდენად მოდის ეხლა მაგალითად მე რომ მყავდეს ფლეგმატიკი ძაღლი აი დიმურ რამდენადაც ფლეგმატიკი იმდენად ნერვები მეშლება აი ახლა დაწყანდი ერთი წამი ეგეთი ვარ ხოლმე რომ არა ფლეგმა და მოხოდე აბა რაღაცა უწუ და პუწუ რო წამოდგეს ეს ზაღლი და მეთამაშოს. ნუ კიდე კარგი რომ აღარაფერი ეგეთია, უფრო სწორად ეხლა ცოტა წარსული გითხარი. ადრე იყო ეგრეთ, თორე ეხლა უკვე რომ მაინც წორთნა თავისას შვება და აღზრდა და განვითარება. ხო და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ესე იგი უყურე, ეხლა უცბად თან რომ ძალიან არ გავწელოთ. ცხოვრების წესი წარმოიდგინო და შეუფარდო იმ ძაღლს, რომ შენ თუ აქტიური ხარ, ესეთი იყოს არ გაწყობს და პირიქით. აუცილებელია რომ სწორი ადამიანისგან წამოიყვანო ეს ზაღლი, რომ გქონდეს იმის გარკვეულ დონეზე გარანტია, რომ ეს ის იქნება რისთვის სიმასკენი. და მე იქ ძაღლის არჩევასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა, აი უნდა ვიცოდეთ როგორი რაღაცა. მოდი, რაც ჯიშსაც არ უნდა ასე ვთქვათ მიადგე და გადაწყვიტო. აი თუ ჯიში არის აი ჰიპერ ჯიში კი არა და ეს კონკრეტული ზაღლი ეს კონკრეტული თუ აი ჰიპერაქტიური აი არ ჩერდება დენდარტყმულია ხო აი ძირითად შემთხვევაში ჩემი პრაქტიკა არის რომ მაგას ვერც ერთი ადამიანი საქართველოში ვერ უძლებს ნუ ალბათ არიან ესეთი გამონაკლისები მაგრამ აი მე მაგალითად არ მინახავს აი იმე გაჩერდი და აღარ შემილია და სულ ეს მდგომარეობაა ხოლმე რა და ნუ ბოლოს მაინც რაც არ უნდა სწორი მომშენებლისგან სწორი ტემპერამენტი სწორი დრო სწორი ყველაფერი შენსის მაინც გჭირდება უეჭველი პროფესიონალთან რაღაც კურსის გავლა რომ ელემენტარულად როცა ვკითხულობ ხოლმე რომ ადამიანებს შორის რამდენი სახის ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს და აი ხა იგივე თემაზე ჩვენ შეგვეძლო გვესაუბრა ამ მიკროფონების გარეშე, განათების და კამერის გარეშე, ხო? შეიძლება სხვა რამც მოდა და შენც და ცოტა სხვანაირი აურა და განწყობა იქნებოდა. სხვანაირის კავშირში იმდენი ემოცია, ხო მარტივად რო ვთქვათ, რამდენი ადამიანის იყო, რამდენიც არის, რამდენიც იქნება ერთმანეთზე რო გავამრავლოთ, იმდენარი ურთიერთობის ფორმა შეიძლება შევთავაზოთ. და მე რო ვკითხულობ ხოლმე ძაღლებთან, იგივე. სიამბულში ორი ვერსია რა. რაღაც გამტკიცება, რაღაც აკრძალვა და ამაზე პასუხი რო სწორი არ გაქვს, უკვე ძნელია რომ შენ თუნდაც კარგი ზაღლი სწორად აღზრდო. ის შეიძლება თვითონ კარგი იყოს და რაც კარგი აქვს, შეიძლება ისიც გაუფუჭო, ან შეიძლება შემთხვევით პირიქით განუვითარო, მაგრამ შემთხვევითობის პრინციპზე ხო არ გეკნება აწყობილი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მაინც რომ რაღაც კურსი გაიარო, თუნდაც მცირედი, 1-2 თვიანი მაინც, რომ რაღაც მიხვდე რა ეს რა არის ისწორე როგორ უნდა ძაღლს რო უყვირი ეს всё მორჩა ესე იგი არის ძაღლთან ურთიერთობა ესე იგი შენ ცდილობ რაღაცა ხმოვანი ძალადობით ძაღლზე ის მოიპოვო რაღაცა როცა შეიძლება სასწაული ანახო და გამოგივიდეს მარტივესად ხო ეგრეა ნამდვილად ეხლა თუ გიცდია თქვა ეხლა რომ ხსნიდი ამ პროცესს წარმოვიდგინე იგივე რომ თქვა დღეს უკვე ხელოვნური ინტელექტი რადგანაც არის ხელოვნური ინტელექტს რომ ესაუბრო ამაზე და რამდენად სწორად შეგირჩევს ჯიშს ანუ ამ ბოლო პერიოდში ისე ხშირად ვხმარობ და იმდენჯერ აი რაღაც ისეთ რჩევა მიკითხავს ტექნიკური საკითხებში ან რაღაც როგორ გავაკეთო და ისე დიალოგში ვსვარ და ისეთ სწორ პასუხამდე მივყვანი ვარ რომ ფიქრობ რომ აქაც შეიძლება რა რომ ხელოვნური ინტელექტთან დაიწყან ChatGPT-ში ან იმაში რომ ძაღლი მინდა დავიყვანო ესეთ სიტუაცია მაქვს ესა რას მირჩევ რაღაცა და შეიძლება მაგანაც გაადვილოს ეს პროცესი რა იმიტომ რომ რთული პროცესია და დროს მოითხოვს ახლა აღწერე რა სინამდვილეში ერთ დღეს მოითხოვს მაქსიმუმ თავის გაკითხვიან მოკითხვიან ყველაფრიანად უბრალოდ სწორად უნდა იმასთან რა რაც შეეხება ახლა მაგალითად ChatGPT-ს რა როდესაც ერთ-ერთი მოსწავლე მოვიდა და რაღაც ლოგიკას მეუნება და მივხვდი რომ ეს მისი არ იყო
და საბოლოოდ პასუხს ვიგებ, რომ ChatGPT-მ ესე მითხრაო და ვისმენ აბსურდულ რაღაცა იდიოტიზმს. აი, იცი როგორ იდიოტიზმს, რომ ეხა ეს მე გინდა თუ არა ეს ჭიქარი წითელი და მწვანე თევზები ჩანს ზედ. აი, ამ დონეზე იდიოტიზმს როცა ისმენ და თან ხელმეორედ დაუსვიო კითხო, ესეცო, აკეთებენ და მაინც იგივე დებილობას იმაშვება და მსგავსი, როდესაც მე ბევრჯერ მოვისმინე, არც კი მომსული აზრად, რომ GPT-ს რამე ვკითხო და მე მოვტრიალდი და ვეკითხები. რომ ამ კონკრეტულ მომენტში მეთქი როგორ მიმას ვქნა, რა ქვია. მოკლედ ის ანუ გადაამოწმა შენს ესე გიპასუხებდა თუ არა? კი, ცოტა სახეშეცვლილი რაღაცა მითხრა და მე ავდექი და მაგალითად მივაწექი ამ GPT-ს, აი მივაწექი, რომ მეთქი ესე. აუცე პარადიგმას შეცვალა რა პლასტინკა, რასაც ქვია. ეგრევე ის ძალიან რაღაცა ლოიალურობა, ეგრევე ცოტა იმას ქნა. მე კიდე როგორც ინტრიგანის აბსოლუტურად საბოლოოდ მითხრა ვაფშე სხვა რაღაც. მოკლედ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი GPT არის მორგებული შენს ცოდნაზე, რომ იქნებ მაქსიმალურად რბილად გამოძრეს, რომ როგორი ჰუმანურია. რაღაც ეს ჰუმანურობა უდევს ის. ანუ მე რამე არაჰუმანურს კი არ ვაკეთებ, ძახდა არც მიქნია, არც გავაკეთებ და არც ვაკეთებ პირობითად, მაგრამ უბრალოდ მაინტერესებდა რა. ანუ მე მაგალითად დღესდღეობით ხელოვნური ინტელექტის დონეს თუ შევაფასებთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუჯერო, არავითარ შემთხვევაში. თუნდაც მეორე სფერო ავიღოთ, ჩემის არსის სფერო. იქაც ისეთ იდიოტიზმებს მე უნდა ხოლმე რომ ლამის არსის მანქანებს გულისხმობ. ხო, იქ არის. რადიო მართვადი მანქანები ხო? კი, რაღაც ზეთები მჭირდება ხოლმე რომ ბლოკირებები რაღაცები გავაკეთო და მე ხო ვიცი რეალურ გამოცდილება მაქვს მილიონჯერ გამიკეთები ერთი და იგივე და რაღაცას მეუნება და მეთქი ეხა რა დეგენერატობა მომწერე აი ადამიანი ვითრო ვეტყვი ხოლმე ეს რაღაც ხო და უი ხო მართალი ხარ ბოდიში და სინამდვილეში მეორეს არასწორი უთხარი და დამეთანხმა ხო ეს ChatGPT კი და ამიტომ მაგის გამო მე გადავედი Gemini-ზე რა რამდენიმე თვეა რა Google-ის რო არის Gemini რაღაც ბევრ შეცდომას უშვებდა ისიც რა და ეხლა ChatGPT შეგრია თუ არა და Gemini-ის უთხარი ანუ თუ შენ ყოველთვის შენი მეილით ელაპარაკები და ანუ ერთ იგივე აკაუნტით უთხარი რომ ყოველთვის რაღაცას შეგიკითხები და რაღაცას მიპასუხებ გადაამოწმე ის პასუხი ანუ ფაქტობრივად გადაამოწმე და კარგად დაფიქრე მე მიპასუხე და ეხლა უკვე იცის რომ ყოველ ჯერზე რაღაცას ვკითხავ მე ესე პასუხობს რომ შენ რა ხან ესეთი პასუხი გინდა უფრო დიდი ხანი ფიქრობს და შენ ამიტომ მოვიძე ინფორმაცია და რაღაცა პასუხობს მე წყაროებსაც უთითებს ხოლმე აი ამიტომ გიპასუხე რომ აი ამ წყაროში ესე წერია რა ანუ მე ვასწავლე რომ ეგრევე კი არ მიპასუხო რამე ნებისმიერი პასუხი თავსი მართლებს ხო შენ მიპასუხე გადაამოწმე და მე რაღაცა ფაქტებზე დაყრდნობით მიპასუხე თქო რა ხო ნუ გასაგებია ხა რა თქმა უნდა ბოლომდე არ უნდა ენდო მაგრამ არა რაღაცა არამნიშვნელოვან არაღირებულ ინფორმაციებში კი, მაგრამ ისე ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ალბათ მევა იქამდე საქმე რომ არ ვიცი ალბათ რა ისე ვითარდება რომ ხო ძაღლების ყველაზე რომ საუბრობთ არის მეორე გზა ასე ვთქვათ ძაღლის ყოლის ეს არის ქუჩიდან აიყვანო გადაარჩინო ასე ვთქვათ თუ როგორც არის ამ შემთხვევაში ნუ ხა ამ ყველაფერს გათვალისწინებას აზრი არა როგორი შეგვხდება არ იცი არა ამ შემთხვევაში იმითი ბედნიერი რომ ესეთი კარგი ადამიანი ხარ რომ ესეთ ნაბიჯს დგამ პირველ რიგში და ვისაც უქნია და ვინც აკეთებს და გააკეთებს respect ჩემგან რა თქმა უნდა უბრალოდ მანდაც ერთი რამ არის გასათვალისწინებელი მისევ ცუდ მხარეს ახლა კარგი ისე ვიცით რა ცოტა ცუდ მხარეს ვიტყვი ხშირ შემთხვევაში ემართებათ ხოლმე ეგეთ ძაღლებს ეხლა ძალიან ბევრი აგრესიული მეტისი მყავს წვრთნაზე და კიდე მელოდებიან ეხლა რიგი მიდგას აი დღესაც დამირეკეს რომ აი როდის მიგვიღებ და რაღაცა უბრალოდ ფიზიკურად ვეღარ ვასწრებთ მე და ტრენერები რა რა ხდება ხოლმე იცი გარეთ ხო ძალიან დაჩაჩანაკებული ცხოვრობ და უცებ ეს პატრონები ახალი ეს კეთილი ადამიანები რო აიყვანენ და მთელ ყველაფერს რო აძლევენ უცებ იმას მეორე უკიდურესობა ემართება რა და მე ცუდი ძაღლიო ესო დაუნახავიო ეგეთი სიტყვებიც კი მოვისმენ დაუნახავი არაფერ შუაში არ არის ანუ შენ ასეთ რაღაცა მთელ იმას რომ მიიცემ რომ ღმერთი ხარ ესე რომ წარმოადგენინებ თავს ამ შენი ზედმეტი გადამეტებული მოფერებებით ამ უწუდა პუწუთი და ამ აი რაც გინდა და საწოლზე ადი და აი მაგიდასთან მოვაიმე მე მგონი შია და გადააწოდა და ესეთ რამებს რომ პირად სივრცესაც კი არ უწესებენ. ძაღლია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძაღლი რომ მოირბენ შენთან, დაждდეს და შემოქმედოს. აი ხო ელემენტარულია რა. ის თუ მოვიდა შემოაბიჯა ეგრევე, აი ამოვიდა რაღაცა აგლოკა და ის ხო? არა, ემოციებს უნდა აკონტროლებდეს, რომ აი რაღაცა პატივი იქცეს რა, როგორც
ნებისმიერ ადამიანს ემ ხო პატივს ხო არ მიახტები ეგრევე. ძაღლიც ეგრე უნდა იყოს რა. ხო და აი ამებს რომ დაარღვევენ ხოლმე მე ეს ძაღლები და მე ესა და უნახავია და ძალიან ჯიგრები არიან. კი, იმასაც მეც ავიყვანე. მე-4 მეტისი მყავს რა. ხო და იცი როგორი მომენტი არის რთულია. მაგალითად ახლა არ ვიცი ეგეთი რთული ძაღლი, არ ვიცი სხვას თუ კიდე ყავს ისეთი რთული შემხვდა, მე ვამბობდი მეთქი ალბათ ღმერთმა გავიგზა და ჩემი დონის შესაფერისი რომ ხო ხდები მაქსიმალურად რთულს გამკლავებოდი თუ რაღაცა ეგეთი. და როგორი მომენტია ნახეთ მათ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ასე ვთქვათ მანდაც ისე სწორად და ისე აი კინოლოგიურად გამართულად დაულაგო ყველაფერი იმიტომ რომ მას ბევრი ცუდი უნახავს გარეთ. მას ისეთი ცუდი რამები უნახავს რომ იმას უკვე პრობლემები აქვს აქ. ამისთვისაც მზად უნდა იყო და ამიტომ უნდა დაულაგო ეს კინოლოგიურად ესე ლამაზად ყველაფერი თორე მე ხო ცუდი ძაღლი ისე და ესე ვისმენთ ხოლმე. ნუ ეს გავრცელებული სტერეოტიპი და ამაზე ბევრი აზრი მომისმენია. ეს ბუნებრივად აგრესიული ძაღლები არსებობენ თორე და თუ უბრალოდ ყველა ძაღლი იმაზე დამოკიდებული როგორ გაზრდი რა ხა პიტბული და ბულტერიერი და შემდეგ მართლა უფრო საშიშია ვიდრე ლაბრადორი ან ვიცი ბალონკა ან მოდი ცოტა სხვანაირად აი მეც ხო ბევრჯერ მისაუბრია სად აღარ მოდი ხაი ვიმსჯელოთ მე და შენ ბალონკა სტორიზ თქვი ეგ ხო რავი ეგრე ვიცი მეც და ხო აი მოდი აგრესიაზე აი ვიმსჯელოთ ოღონდ მარტო კი არა აი ორივე ვიმსჯელოთ ზოგადად აგრესია. მე პატარა ძაღლების გამოფრებული აგრესია დამინახავს. რა თქმა უნდა, დავი. აი აგრესია რა არის? რატო ვიმსჯელოთ? ქუჩაში მიდიოდე შენთვის და გამოგიორდეს და გიკბინოს, ანუ მე გამოგეკიდოს და გიკბინოს. არაფერი არ გააშოვა ისა. ძაღლი ცხოვრობს იერარქიული წესით. ხო. და ეს ალფა, ბეტა, ომეგა, ზეტა და სხვადასხვა ყველას თავის მნიშვნელობა აქვს და თავის ფუნქცია და ასე შემდეგ. ძაღლი თუ რაღაცა ტერიტორიაზე, ასე ვთქვათ, ეს ტერიტორიულობის ის ხო ვიცით რომ აქვს რაღაც განცდა და იმოშვება, იცავს რაღაც. მაგალითად თუ ამ ტერიტორიაზე ძალიან გაალფდა და უცებ რაღაც შენი მანერა არ მოეწონა, მისთვის უცხო რაღაცა, ხო? ტერიტორიის დასაცავად და თავის პირადი მის დასაცავად მოვა და აგრესიას გამოხატავს. ესე იგი აგრესიულია ძაღლი შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ აგრესიის გამოწვევის მიზეზი არის ის ფაქტი, ხო? ხო, ну აქ იგულისხმება ადამიანის გადმოსახედინა, ხო? შენ უფრო ლოგიკური ახსნა ყველა ძაღლის აი მაგის მნიშვნელობა აქ რო ეგენი ავხსნათ. აი მაგალითად შემდეგი მომენტი. მაგალითად პიტმა რაღაც პერიოდის წინ თუ გახსოვს, ბავშვი დაგლიჯა. ხო, ბევრჯერ გავიგე. აგრესიული პიტი, ხო? მაშინ მე გეტყვი რომ როდესაც ბავშვი, სანამ ბავშვი დაიბადებოდა, მე მომივიდა ეგ ინფორმაცია დეტალურად. სანამ ეს ბავშვი დაიბადებოდა, ეს ძაღლი მთელი ცხოვრება რო სახლში ყავდათ, მაინცო ძაღლიაო და რა ვიციო და სადღაც გაუშვეს. ბავშვი დაიბადა. ხო, ეს კონკრეტული ისტორია არ ვიცი, უბრალოდ უფრო ბევრი გამიგია ხო თორე ეს ახარ ვიცი, ხო? და მოკლედ გაუშვეს, მე რო დააბრუნეს ბავშვთან სულ ისე. ვაიმე და უიმე და არ მიეკაროს და რაღაცა, აი ეს დამოკიდებულება. რა მოხდა მაგის შედეგი? ის მოხდა რომ ძაღლმა უცებ აი აღიქვა რომ რაღაც ჩამოენგრა ის მთელი გააზრდილია რა ვიცი რამდენი 9 თუ 7 თუ 8 თუ რაღაც წლის იყო ეს ძაღლი რა თუნდაც ამის რა მნიშვნელობა აქვს და უცებ აი წარმოიდგინე რომ უცებ ის ჩაწიეს და ყოველ აი ხა შენ თავზე წარმოიდგინე ასოციაცია ჭიქასთან ხელი მომქონდეს და აი მე ნელა აი აუ სულ ესე ხო ბოლო შეიძლება ეს ჭიქა ისროლო ხო რომ მომაშორეთ რა ერთი ამისიც იგივე მოვიდა ძაღლსა უკბინა რა თუმცა მოხდა ესეთი რაღაცა ამას წინათ ერთ-ერთმა ჩემმა ძველმა მოსწავლემ აი ადრე დადიოდა ეხა ძალიან დაბერდა ის ძაღლი ბავშვი ეყოლათ და ცოტათი დაუღრიდა ეგრევე დამირეკა ამ ძაღლის პატრონმა ესეთი შემთხვევა ჰქონდაო უყურე და მე ეგრევე გამოვარკვია რატოც ეგ ჰქონდა დაწყებული რამდენიც მივიდო და ფაიმინელა და ანუ ამ ძაღლზე ცუდია ბავშვზე ცუდი ასოციაციები შეუქმნეს ჩვენ ხო ესე ვასწავლით ხოლმე თუ დაждები გაჭმევა ანუ კარგი ასოციაციას ხო ჩემს სიტყვას თუ დაიმორჩილები და რამდენიც ამ ბავშვს მიეკარები იმდენი ცუდი შენ ხო ხტები უბრალოდ დადებითი ასოციაციები ცუდი ემოცია დაილინკა იმ ბავშვთან ხო კი და უკვე ფუ ამის შევაცვლევინე დადებითი ასოციაციები მე მოსკენი 3 თუ 4 გაკვეთილი მივედი მეტი კი არა და მორჩა რავი მე 1-2 ჯერ ვიკითხე მე კიდე და თუ რაღაც პრობლემა ექნებოდა ის დამირეკავდნენ ყველაფერი კარგად ძალიან მარტივად. ესე იგი, ეხლა ძალიან უცნაურია, ხო, ძაღლი აგრესიულია თუ არა.
ანუ რა ვიცი მე შე როგორ მოიქცევი რა. მაგრამ არიან ძაღლები, რომლებიც მშიშრები არიან და საუკეთესო თავდასხმა. ეგეთიც არის. მაგალითად შენ თუ ძაღლს ცემ, შეიძლება ერთ დღესაც უკაცრავად და აი რაღაცა მინდოდა მეთქვა ხო და თავის მოსაფხანად ხელი ავიტანე და იმიტომ რომ შენი ძაღლი ნაცემი ყავს, ამას ეგონა რომ ხელი რო ადის, მე ხომ ემხვდება და მაგის გამო დამგლიჯოს რა პირობითად. აგრესიული ძაღლი? არა, აგრესიული შენ. ხო და აი ეგეც ისეთი რაღაცაა. კარგი, მოდი თუ გინდა განვიხილოთ ის ძაღლები, რომლებიც უბრალოდ აი ერთი პიტი განვიხილოთ, მაშინ ერთი, რომელიც ისეთი აგრესორი იყო. კაიფობდა, იმენა კაიფობდა, რომ ადამიანი დაეგლიჯა და უცნაურობა გითხრა. პირდაპირ სასქესო ორგანოზე მიდიოდა. აი კონკრეტულად სასქესო ორგანო ქონდა აი ესე მიზნად ამოღებული. რომ იქ რომ აი ზამენს იქ მისულიყო და იქ ეკბინა. აი ესეთი უცნაურობა არ ვიცი მე, მოკლედ საშინელება იყო. ეგ იყო, ოთა როგორ იცი, აი განა ის რო ნერვიულობს და თავი და არა. ესე რო არა უცებ ჰოპ და უცებ დატაკებას აკეთებს. აი ეგეთიც ყოფილა, მაგრამ უყურე ძირითად შემთხვევაში ძაღლებს, რომლებსაც აგრესიულს ვუწოდებთ ხოლმე. ან შიშებიდან გამომდინარეა, ან ზედმეტი გადატუცებიდან გამომდინარეა, ლოგის ჩაწვენები და კიდე 1000 რაღაცებს, აი ყველაფერი ერთად. ეხლა ძაღლი ეხაც ხანახან 1000-ში ერთხელ ჩავიწვენ ხოლმე, განა არა. 1000-ში ერთხელ ოღონდ და ისე რა, რომ მე იმის მერე ვაკვირდები, რომ მე არ მინდა რა, არის მანდ ერთი მოსაზრება, რომ შეიძლება ვითომ ძაღლს მე ვმართავ და მე მინდა ჩაგიწვენ, მინდა არ ჩაგიწვენ, ეგრე არ არის რა, მე ძაღლს იქ დაუშვათ რომ ჩაიწვენ, ისენი ემართება რაღაცებით, ჩაციკლებიც ემართება და კიდე მე გონია რომ მეტის უფლება აქვს და რაღაცებს მე ბედავს და მე უნდა უკონტროლო რა. ხო, ნუ ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი რაღაცა ის არის, შენაერთი არის კიდე სხვადასხვა გაფუჭებების. კიდე ეს ბევრი რაღაც და პლუს ხო ხდება რომ აი ნუ აი ის იყო ისეთი ძაღლი რომ სისხლიც ყუროდა რა ეგეთი იყო რა როგორც გინდა ისე დავიჯეროთ და გავიკოთ მაგრამ ეგეთი ერთი ვნახე მთელი ცხოვრების განმავლობაში ნახე შენ იმაში მოხვდა სკოლაში რა მე ეშველა რამე იცი რა არის მომიწია ძალიან დათრგუნვა მისი აგრესიის დათრგუნვა როგორ იცი აი საწვრთნელი საშუალება მქონდა ესე მეჭი რა ისა როგორც კი აგრესიის გავკრავდი ესე გავკრავ დისკომფორტებს უქმნიდი რაღაცა მე ერთ-ერთი ჩემ იმას უკბინა მაგრად უკბინა ხო აუ რავი მოკლედ რა ნუ იქამდე მივედით რომ ის იყო რაღაცები ჭირდა სახეზე რა სამკურნალო იყო თან და იქამდე მივიყვანე ეს ძაღლი რომ ალიკაპის გარეშე უმკურნალობდი და ეს ქლორჰექსიდინით და ლევომიკოლით და რაღაცებით სხვადასხვა წამლებით უმუშავებდი და აღარ მკბენდა მაგამდე მივედი რა. და რაღაცა ის რაჯიში იყო? პიტი იყო. მაგრამ თან ეხა მაგაზე აღარ მკბენდა ერთხელ რომ გიკმეს ძალიან დაანერგაზიანებს თუ პატარ-პატარა კმენებით. ჩემთვის წელს არ უკმენია. ერთადერთი აი ხო აღარ მკბენდა რო თქვი. ანუ მცდელობა არ ქონდა. მცდელობა ხო. ხო და ნუ გავითვალისწინოთ ერთი რაღაცა რომ ეს ძაღლი ყოფილა ერთ-ერთი ლეგენდარული მოჭხუბრის სისხლი. ანუ სისხლი რომელიც მთელი ცხოვრებას უჭხუბობს. ეგ ნუ აღარ რუსეთში და ეგეთ ქვეყნებში ხო ჩოჩაულობრივ ამ ამბავია ეგ. ეს რამდენ ხანში გადადის თვისება გენეტიკურად რა თქვა შეიძლება ისე მოდიოდეს ხაზი რო არ იყოს მშვიდობიანი ცხოვრები ცხოვრობდეს და მე ეს პატარა ლეკვი აიყო რომ მოჭხროდ გაზარდონ იმის თავმოყრილი უკვე მოჭხრ უკვე რაღაცა გენში ცვლილება იქნება როგორც მოჭხუბრის აი მარტივად თქვა ერთ დედმამას რო რაღაცა ასწავლო კარგად შვილს უკვე მარტივად ასწავლო მართლა ო გენეტიკა ისე რომ მშობლებს არ აქვს ნასწავლი ანუ ის მშობლებს ამსწავლებიათ იქიდან არ მოდის ხო აი მოკლედ გენეტიკა არის აი უმთავრესი ერთი ვიცოდეთ რომ გენეტიკა არის უმთავრესი ამიტომ ამბობ რომ გენეტიკაში უნდა გაერკვიოთ და გენეტიკას გაერკვევით მომშენებელთან ის მომშენებელი რომ ამოგიტრალებს ნუსხას მის ისტორიას რო გეტყვის რა და როგორ არის და ყველაფერი და ყველა და ბაბუიდან დაწყებული ბები და იმი და დიდი ბაბუები და იმის იქით ბაბუები ყველაფერი რო იცი სხვა არის რა აბსოლუტურად სხვა ხო მაგრამ აი ეს სტერეოტიპი რა სადაც საუბრობთ ახლა რომ პიტბული უფრო საშიშია ვიდრე ის კოკესპანიელი ქუჩაში დაინახავ მე ხო არ ვიცი როგორ გაზარდეს
როგორ ექცევია. შეიძლება ეს მეც თავი მოიფხარო და იმას აგრესია ეგონს, მაგრამ კოკის პანიდას თუ ეგონება აგრესია, დიდად ვერ დამაზიანებს ახლა რა. ფერზე ვიკმეს და მიჭხრეთს, მაგრამ პიტი რო გამომივარდეს ახლა რაღაცა. ერთადერთი რაღაცა. ანუ ადამიანებს ქუჩაში რო ეშინიათ ამ ძაღლების რაღაცა მაშინც ბუნებრივი არის. ან მეორე მხრიდან მომისმენია, რომ აი ადამიანების ბრალია, რომ პიტბულს დაინახოს ქუჩაში რომ მოდის ეშინია და მეორე მხარეს გადადის. მაშინ არ ვიცი პატრონი როგორ იყავს იმას და ხდრო ვიცოდე რომ შენი გაზრდილი არ შემეშინდება მაგრამ. კი, მის აბსოლუტურად, მაგრამ მოდი მაშინ ესე შევხედოთ პირობითად ირგლის ზაღლი ხო ვიცით როგორი სიკეთე და სიყვარული. იკოს ვახტანგიშვილი ხო. ხო. და იმ დღეს მომიყვანდეს მაგალითად კაცი ჭამია გოლდენი. მოსლა? კი. რა ვიცი, იმ დღეს რა დაახლოებით 1 წელიწადნახევრის წინ უფრო ზუსტად რო თქვა. ხო, ესეთი იყო აგრესიის მსხვერპლი იყო თვითონ? სულად ექცეოდნენ ამ თუ მიზეზზე? არა, ძალიან დომინანტი იყო. ძალიან დომინანტი იყო და ამას ჭირდებოდა თავის დროზევე სწორი ჩახშობები. აი სუპერ დოზის დომინანტი იყო. ესეც დომინაციაც იწვევს აგრესიას, რა თქმა უნდა. ცუდი გამოცდილება, ცუდი ასოციაცია, გადაჭერბებული სტატუსი, შიშები და ასე შემდეგ. ეგენი იწვევს აგრესიას რა. ნუ აი ერთადერთი მოდი ცოტათი გავამართლოთ ის პირველი ჯგუფი ხო? თუ მომენტები რისკის თუ ისეთი ზაღლები მიიჩნიეს მაგ კუთხით რომ ეგენი უფრო კარგად იკვინებიან. ძლიერი ყბები აქვს. მაშინ როტოილერი რო იკვინება და ის ქართული ნაგაზი რო იკვინება, ანუ ხო ხდებით რა რაღაცა ხო ალაბაი რო იკვინება. ანუ აი ვერ ხვდები თორე ანუ ის რომ ამ სფეროს მიხედვა უნდა და რაღაც შესაძლებელია მე მაგაში ვეთანხმები ყველას ვინც მაგ აზრზე არის და გასაუმჯობესებელი რო გვაქვს მაგ ხო მაგრამ როგორ რა ფორმით რა შედეგს ანუ რას ვაკეთებთ რისთვის რა შედეგს მივიღებთ აჰა შენ სამე კითხვა სამივეზე მითხარი ლოგიკური პასუხი და მოყვები მე პირველი ვიქნები ვინც შენ ბოლომდე გაგატანინებს შენ აზრს და მეც დავაფიქსირებ რომ აი კარგია თქო შეიძლება აი ამ ყველაფერს რაღაც ცოტა შავი ბაზარი წაახალისოს? უფრო მეტად ქაოტური გახდეს? კი, არის მაგის შანსი. მაგრამ მანდაც მე აი ეხა ნახე რა, აი ძალიან მაგას კაი დაფიქრება უნდა რეალურად ბევრნაირად შეიძლება მან მოხდეს აი წარმოიდგინე რომ თუ ისეთ დაალაგდა რომ ეს სანაშენე ისინი მე ჩუმად რაღაცები მოხდეს, მაგრამ იმათ ვეღარ ეკნებათ საბუთები. მაგრამ აი ზემაო სიტყვაზე რომ უნდა მენდოდა იქ რა ის რო არის მოიცადე რა ქვია პედიგნეტ თუ რაღაცა ეგეთი არის გაკეთდება იქ ონლაინ ისენი რომელსაც არანაირი ფასი არ აქვს ხო არანაირი ფასი არ აქვს ხო რა თქმა უნდა რომ წახალისდება რა რაღაც დონეზე მოიფიქრეთ თან მithom ჩვენი ხალხი ხო რაღაცას მოიფიქრებს ისეც რომ აბა ხო არ გაჩერდება შანსი არ არის. ხო, ლოგინში ჩაწვენა რო ახსენე, ცოტა გადახვდე გადმოხვდე ხთემებზე. შენ არ ემხრობი ამას. არა, გავიგე. რავი, მოდი მარტო იმაში. მეც სახში ხარ, ნუ ზაღლი არ ყავს, კატა ყავს, მაგრამ რომ არც ჩვენ არ უშვებთ კატას რა ლოგინში და საძინებელში რო გადად. ანუ ხელს უწყობ ელემენტარულად სოკო დაემართოს. აჰა, აი ერთი მიზეზი და მორჩი. აი ცევიძე თუ გინდა აღარებს აღარ გეტყვი. არ არის საკმარისი მიზეზი? რომ ეს ბეწვერს ჩაუხურდეს და სოკოს აი პრევენცია რომ მაქსიმალურად ხელს უწყობ. მარტო ეს კმარა ჩემთვის. ქცევის მხრივ? ქცევის მხრივ ეგეწევება ძაღლი. მე სახლიდან გადიხარ, შენ მიდიხარ იქ სამსახურში მუშაობ და იღლები თუ არ იღლები ძაღლს არ აინტერესებს. ერთადერთი ისიც იმას ამბობს, რომ რა დავაშავე ჩვენ ხო ერთად, აი ეს ძალიან ემართება, ეს მოწებება, ემოციური, ფიზიკური, ყველანაირი. შენს პირად სივრცეში არის მე მარტო ბედნიერი, იმის გარეშე არის უბედური და რატო? ხო გიყვარს შენი ძაღლი? თუ შენი ძაღლის შეხება უფრო გიყვარს ვიდრე შენი ძაღლი, თუ ეგ მომენტი არის. ან არ გაქვს ეს ინფორმაცია, მაშინ მოიძიო რა უოჭველი. ხო, მე კიდე მანდ სტატუსის მომენტიც არის რა, ეხლა ძაღლებს, აი მოდი გავიგე, ხო, ის რომ მაგალითად მგლების ისენი არიან და რაღაცა მაგათი ის არის, ხო, რაღაცა დაახლოებით იგივე ცხოვრები და ის და მე ყველა ამბობს რომ მაინც სახში მოშინაურებული ცუგა სხვა არის, მაგრამ ეხლა ძაღლობას ესე ჰოპ და 100%-ით გაუკრო, ესე არ ხდება. ეხლა სულ ხო ძაღლი მაინც ძაღლად დარჩება 4-ზე დგას და იყებება, მაინც ძაღლია და ესე იგი ის რაღაც გენეტიკური რაღაც პატარ-პატარა კოდები დარჩენილი არის და იქ იმ კოდებში ერთ-ერთი მომენტი არის, რომ მაგალითად ეს ალფა ძაღლი
თავის აძინებელ ადგილას, ესე რომ აი რაც გინდა ხდებოდეს და მიდი და როგორც გინდა, ესე არ ხდება რა. ის საჭმელს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, მამოძრავებელი ძალები არსებობს რა. საჭმელი, დართვა, ურთიერთობები, სტატუსი და წყალი რა, ეს არის ხუთი. დართვა ანუ გამრავლება, ხო? ნუ მან ფრუცლიერები ირთვებიან. წყალი და საკვები, ნუ ორგანიზმში ჭირდება. ურთიერთობებით სტატუსი დგება და თვითონ სტატუსი მერე ამ ყველაფერს ალაგებს. თვითონ მისი ლამაზდარი ბუნებაში და ჩვენ ურევთ ხოლმე თორე. ისე კარგად არის დაალაგებული ყველაფერი. ხო, ცოტა ხნის წინ შემოვიდა ალიკაპების რეგულაციაც. ცოტა ხნის წინ იყო ალბათ, ხო, თუ რამდენი ხო, თქვა რომ ცოტა ხნის წინ. აი მაგაზე საერთოდ. მაგაზე საერთოდ. როგორ უყურებ და რა ვიცი, მე გამიკეთე ალიკაპი, იგი აი როგორც ჩემზე უყურებ, იგივენაირად უყურებ ძაღლზე. მოდი მანდაც ობიექტური. მანდაც ეს არის ჯიშებზე არის, ხო? თუ ყველა ძაღლს უნდა ეკეთოს. აუ, მან სიმართლე გითხრა, ან მე რაღაცა ინფორმაციები ცოტა არასწორად მაქვს. ან ჯერ მოკლესაბელზე ოკეიო და არ ეკეთოსო, მე ისაო, მე ბევრჯერ გადაკეთე, საბოლოოდ ვერ მივხვდი ბოლო ის, იმიტომ რომ ბოლოს აღარ მეთქი ვეღარ გავიგე რა, იმიტომ რომ მართლა შეიცვალა რამდენიმეჯერ და ეხლა კიდე შეიცვალაო თუ მოკლედ, ეხლა მაგ საკითხზე, მოკლედ რაც გინდა ეწეროს არ აქვს. მე მაინც ჩემი აზრი მაქვს და ჩემებურად ავხსნი მაინც ამას რა. აღურე ორი ვარიანტია, ანუ ეკეთოთ ან არ ეკეთოთ ძაღლებს ალიკაპები. პირველ რიგში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმისეთ ძაღლებზე ალიკაპის გაკეთება, რომლებსაც სასუნთქი ორგანოები არ აქვთ მოწესრიგებული გენეტიკურად და ჯიშობრივად და არანაირად, როგორებიც არიან მოპსი, ფრანგული, ინგლისურის ბულდოგები, ნუ ამერიკული. მოპსი არ არის ისა რომ ესეთი ფორმა რო აქვს. მამაკაცების შავებში. ის რაღაცა ძალიან მიჭყლეთი ერთი დღეს დაბამოხდა ეგეთი რომ ხო ნახე ეგეთი ჯიშები რა მაგას საერთოდ მაგაზე რომ ვინმე მთქოს რომ ის გაუკეთე ნუ ეს უდიდეს შეცდომა არის ეხლა მეორე მომენტი არის ნუ კიდე არის ბულის ვაფშე ვერ სუნთქავს კარგად ნუ ეგეთი ჯიში რომლებიც ვერ სუნთქავენ კარგად საერთოდ ჩემს არ უნდა მიაკარო ეგ ერთი მეორე მომენტი არის რაღაცა კუთხით ეხლა ობიექტურად ვშელოთ რა საქართველოში არ არის კინოლოგიური დონე ისე ასული, რომ მე შენ რო გაივლი ძაღლით გენდობოდე. იმიტომ რომ არ ვიცი რა, შენ შეიძლება ისე იგივე შევეხო, საწოლში წიწვენ და ყველა არასწორს აკეთებ. ნუ კარგი თუ გინდა ჩაიწვინე, მაგრამ არ წვრთნი და აბსოლუტურად უკონტროლო ყავს შენი ძაღლი. აი მაგ დროს ხო, ანუ რა არის, მანდაც უნდა არსებობდეს რაღაცა რეგულაციები, ანუ ალიკაპი კი არ უნდა იყოს გამოსავალი. ის უნდა იყოს გამოსავალი, რომ ეტაპობრივად უყურე, ნახე როგორი ჯაჭურია, სანაშენე ძაღლები უნდა იყიდებოდეს და სანაშენეები უნდა აყვავდეს. ეს სანაშენეები უკვე გარკვეულ დონეზე კარგ ძაღლებს გულისხმობს. მერე უნდა არსებობდეს წესი, რომელიც ამ მოშენებულ ძაღლებს, ასე ვთქვათ, გაწვრთნის აუცილებლობას იმასავენ. მე უნდა არსებობდეს რაღაც გარკვეული სერტიფიკატი, რომელსაც დაუშვათ ეს ორგანო, ვინც გაწვრთნა, მაგალითად ის გასცემს და თავის პასუხისმგებლობაც იქნება გარკვეულ დონეზე. მაგრამ მანდაც კიდე საფიქრალია, იმიტომ რომ შეიძლება მე ამ პატრონმა არ გააკეთოს კარგად რაღაცა და მანდაც მოსაფიქრებელია. მაგას ვამბობთ ეხლა რომ კარგად არის დასაგეგმი. ესე იგი აუცილებელია რომ ძაღლი უნდა იყოს სწორი ჯიშიანი, უეჭველი უნდა იყოს გაწვრთნილი და პატრონი ისევ სწორად უნდა ექცეოდეს და ძაღლი შენი პატრონიც უნდა იყოს გაწვრთნილი ასე ხო და აი ძაღლი ამ შენი უმეცრების გამო იმეჟე ახალ პირში ბურთ ჩადებული და სახეზე ტყავა აკრული და რკინებში თავგაყოფილი არ უნდა დადიოდეს. აი ეს არის ჩემი ლოგიკა რა. თორე დღესდღეობით ხო, ნუ ისეთი მომენტი არის რა. აქ მე რომ მკითხო ხალხს უფრო მეტი წვრთნა უნდა. აი მაგალითად ჩემი მოსწავლე პიტით გავედი გარეთ მზიურში, მოკლე საბელი ძალიან ისე კაცრად აი ესე ვაკონტროლებ ყველაფერს. დაჟე პატრონიც იქ იყო და კიდევ ერთი ჩემი დამხვა რომ მეთქი აქეთ-იქით იყურე რომ რაღაცა. იმიტომ რომ ამ ძაღლს ქონდა შიშების აგრესია. სულ გონია რომ ვიღაცა მოვა და რაღაცას დამართებს. რაღაც ეგეთი იდეები ქონდა და ვიღაცას ყავს ძაღლი აშვებული. აი ეს აკრძალეთ პირველ რიგში. აშვებულ ძაღლზე მე მაგალითად არ ვიცი დააწესეთ 10,000. თუ ვიდა 100,000 რატო უშვებ? ერთი უკონტროლო ძაღლი ყავს შეიძლება გადაირბინოს მანქანამ დაარტყას. მეორეც ერთი მე უკონტროლო ძაღლი მყავს, მაგრამ საბელით ვაკონტროლებ. შენ რო გამოუშვი და ზუსტად ეგ მოხდა იქ. ჩემმა ძაღლმა შეიძლება უკვინოს, მე შენ პრეტენზია გექნება და მე კაცო აქ ყავდა და ეხლა მაშინ გეთქვა რომ არ მოსულიყო. და ის მეთქი გაწი მეთქი რა და არ უკვენსო და მე ჩემი უკვენს უბრალოდ მეთქი წევ რა.
Უკვე და რაღაცა იარაღი მაჩვენა და რაღაცებს იმუშავებდა. მეთქი 80-იანები თუ 90-იანები ისე მეთქი რავი აღარს მინდოდა ვაი რა უნდა ელაპარაკო ხა. ხო ხდები რა და ეგ უნდა დარეგულირდეს, რომ არანაირი ჯიშის კი ხო არსებობს რამდენიმე უნდა გაკეთდეს კიდევ ისეთი ადგილები, სადაც სახს ავუშვებ პირობითად. და ის იქნება მშვიდად და წყნარა. ძაღლის პარკს რომ. კი ბატონო, კი 1-2 წელი არის, მაგრამ ცოტა მეტია საჭირო და უფრო კეთილმოწყობილი არის საჭირო და რას თავარია კიდე მე მაგის მოვლა არის საჭირო უფრო კარგად, ვიდრე იმიტომ რომ დღესდღეობით რომ მეკითხებიან ჩემი მოსწავლეების პატრონები რომ შევიყვანო, არ შეიყვანო თვეუნები, იმიტომ რომ ნუ ესე იგი მოვლა არის საჭირო, უკეთესის გაკეთება და მოვლა არის საჭირო. ხო? მე უკვე მოგთხოვ მე რომ აჰა ხო გაგიკეთე, ეხლა წადი და იქ აუშვი. გარეთ თუ უშვებ ამის გამო დაგაჯანებებ რა. და ეხლა ლიეტოვაში ვიყავი წასული, აი შემრცხვა რო ჩამოვედი რა. აი მართლა შემრცხვა რო ჩამოვედი. რა ალიკაპი, ხო არ ღადაობ, რის ალიკაპი. იქ წვრთნა არის ისე დონეზე ასული. რომ იქ ამაზრსაც ვერ წავაყენებ, რომ არა უშაო, რა სირცხვილია. იქ რო ის თქვა, რომ ძაღლი არა უშაო, არ ვიცი, შეიძლება კი მეც დაქსხრილონ ეგრევე. ევროპაში ძალიან ხშირად მიმიქცევია მაგაზე ყურადღება რა, რომ რაღაცა დიდ ძაღლს რო ხედავი პატრონთან ერთად არის, აქ რო ხარ მიჩოვლი რომ ყურადღების ცენტრში ყავს სულ რომ რაღაც შენსგან ხო არ მოდის ან რაღაცა, საერთოდ ზედაც არ გიყურებენ ძაღლები რა, ანუ საერთოდ არ იმჩნევენ სხვა რო არის, არც აინტერესებს იმას, ისე არის გაწყვეტილი. ხო, და იცის როგორ მოიქცეს და ეტყობათ რა, რომ სკოლებში გაზრდილი ძაღლები ურთიერთობებიან, აი გირდები, აი მართლა გეუნები რა ჩავედი ვითომ ქალაქის დასო დავჯექი და იმე წვრთნას უყურებდი პატრონი როგორ წვრთნიდა ტრენერი კი არა პატრონი როგორ წვრთნიდა მეთქი რა მაგარია მე მივედი გამოველაპარაკე რაღაცა რო უთხარი რაღაც მეთქი მე ტრენერი ვარ ეგრევე აი ხელა პატივისცემა წამოვიდა თავი ვიღაც ვარსკვლავი მეგონა მეთქი მე ეგრეც არა რაღაცა მეთქი ზედმეტები არ იფიქრო ჩემზე გითი ვიყავი რა ეს თავდაბლობის შემომიტია და მოკლედ ისეთი მოძრაობები და ისენი ქონდა ამ პატრონს რომ სამწუხაროდ ბევრ აკაურ ტრენერს ეგეთი არ აქვს. ბარემ ამ თემაზე ვართ და ქართველი ძაღლების მფლობელები. რა სიტყვით ყველაზე დიდი შეცდომა რა არის, ან ყველაზე მეტად რა უნდა ვისწავლოთ, ან ყველაზე მთავარი პრობლემა რა არის. რა სიტყვით ყველა ძაღლის პატრონი რო გისმენდეს ქართველი საქართველოში. ყველას ვეტყოდი და ნეტაი შეიძლებოდეს რომ ეგ რა ის გავაკეთოთ კაცა რაღაცა ის ფილმებში რო ხომ ხო რომ და აზროვნება რო ეცვლება და ყველას ვეტყოდი რომ მინიმუმ გაიჭირვეთ აი მაქსიმალურად გაიჭირვეთ და მინიმუმ ერთი თვე მაინც მიდით ტრენერთან რომელიც თქვენ მიგაჩნიეთ რომ კარგი ტრენერია არ მომავალ ჩემთან მოხვიდეთ ერთი თვე მაინც მიდით და თუ ის ტრენერი თვითონ არა თქვენ მაინც უთხარით რომ ძაღლის აზროვნებაში გამარკვიე. ისე როგორც მე ვხედავ გამოცდილებით ეგრე არა. კინოლოგიურად დამანახე ძაღლის აზროვნება და რაში იგულისხმება მასთან სწორი ურთიერთობა. აი ამაში გამარკვიე. აი ამას ურჩევდი ყველას რომ ეს გააკეთონ. ეხლა მართლა რომ მოხდეს აი საოცრება რომ მოხდეს რომ წარმოიდგინე ჩემი და შენი პოდკასტი ისე გავარდეს რომ გულზე მოხდეს მაგალითად პირობითად 10,000 ადამიანს პირობითად აი ამ 10,000 ადამიანმა ის რომ გაითვალისწინოს უნდა მუსოვიყო შენ გარეთ რომ გახვალ შენ ამას იგრძნობ დაახლოებით ერთ თვეში იმდენად დიდი რამ არის ის რასაც აი იგივეა აი ხა ვინმე სჭირდება რომ აუცილებლად ბავშვი როგორც კი გახდება 6 თუ 7 წლის თუ როდესაც სკოლაში მიიყვანე უეჭველი ხო 12 თუ არა 9 კლასი მაინც ასწავლე ხო ეხა ეს რჩევა რომ მივცე სირცხვილია ხო ანუ ისეთ ვიცი ხო და აი ისეთ მე ისედაც ვიცი ისიც ხო და ჩემნაირად მინდა ხვდებოდნენ რომ აი როგორც სკოლაში 12-ვე კლასი ძალიან საჭიროა ისე არის საჭირო ძაღლის თუნდაც რაღაცა წეს 3 თვე უნდა ვთქვა მაგრამ თუ ვერ იმიტომ რომ ყველას არ აქვს მაგის საშუალება და 1 თვე მაინც რა
რამდენი ხანი, აი თქვა ერთი თვე რომ ეხوارეთ, რამდენი მისვლა იქნება საკმარისი. თქვა კვირაში სამჯერ ერთი თვის განმავლობაში თუ აი ზოგადად წარმოდგენა შეიქმნას ადამიანს რომ აი რა დროის გახალ გაკვეთილი მაინც რა 8 გაკვეთილი მაინც მინიმუმ კვირაში 2 გაკვეთილი აი ხო დღეს მაგალითად ორმა ახალმა ადამიანმა დამირეკა აი სამწუხაროდ არ მაქვსო საშუალებაო მე ვერ ვატარებო და აი ერთი თვეო და მეთქი ოკეი მითხარით პრობლემები ესე იგი მე ხა პროგრამას ვაკეთებ მე და ჩემი ტრენერი ხა ერთ ამძაღლისთვის დაახლოებით ესე სავარაუდო პროგრამას რა თქმა უნდა იქაც კლავირებები იქნება და ზუსტად ვიცით რომ რას ვებრძოლოთ როგორ რაღაცა მოკლედ ცალკე უნდა ჩაუტაროთ ახლა თეორიული გაკვეთილი ძაღლის გარეშე საერთოდ საათნახევრიანი თეორიას ხსნით ხოლმე მე იქ მაგალითად საზრუნელი საშუალებების გამოყენება და ეხა თეორია რო იცი საზრუნელი საშუალებების გამოყენება რო იცი და დანარჩენი სუპრაქტიკა 6 პრაქტიკა 2 თეორია და უკვე რაღაცა სამოძრაო აქვს რა მე ისეს დაგირეკავს ეხლა შენს მიახვედრებ რომ მარტო ფულით არ წყდება და რაღაცა რო გაგიჭირდება დარეკე რა ეხლა შენი ნამოწაფარია ასე ვთქვათ ხო და შენს გინდა რომ უკეთესი იყოს იქ რაღაცა შეგეკითხება რაღაც ის მე ვიდეოს უკვე სხვანაირად იგებს ეხლა ხო ამდენი ვიდეოები მიდევს და ყოველდღიურად ვდებ რა ვისაც ჩემთან არ უვლია სხვანაირად ხედავს მაგ ვიდეოს და ვისაც ჩემთან უვლია საერთოდ სხვანაირად მაგალითად 2 თვე 3 თვე რო დადიან ხოლმე და მაგალითად პაუზა მოუწიათ ბევრჯერ მქონია შემთხვევა რომ აი შენ ვიდეოს შევყევი და ერთი ნახე რაები უნდა გაჩვენოთ და მე როგორი ვარ ხოლმე ეს უცებ შარავანი დედი ой ხა 60,000 საკავს ფოლოვერი Facebook-ზე ხო რაღაც ესე დღეს ნახე მე მგონი მეტი ხო კახასკოლის გვერდზე მან 60 TikTok-ზე არის მე მგონი 80 თუ რაღაც 1000 ხო TikTok-ი არის TikTok-ი არ მინახავს კი TikTok-ზე ამ თეორიული კურსის რაღაც იმას ხო რაპირებ ხა კი ბევრ ვიდეოს დებ და მე ბევრჯერ შემხვედრია რომ რაღაცა იძახს როგორ ვასწავლოთ ეს ან რაღაცა თეორიული კურსი რო გამოფინო ხო თუ YouTube-ზე იდოს და იცი რა სადამ პრაქტიკულს გაივლიან რომ მოისმინოს ადამიანმა ნუ თუ ფინანსურად წამგებიანი არ იქნება ან რაღაც ეგეთი ფინანსურად რა არიცი გეტყვი მაგას. იმიტომ რომ ახლა მაგაში შრომა უნდა ჩადო და გააკეთო და ძალიან დიდი შრომა. გამომდინარე რომ ცოდნას მაგრამ უბრალოდ ეგეც მაგასაც შრომა უნდა რა რომ კი ძალიან დიდი შრომა უნდა და ეხლა რაღაც კუთხით რომ ცოდნის დამალვაც იფიქრო ადამიანმა მაგაში ეხლა ვერ გამამტყუნებ მაგრამ ეხლა უყურე კინოლოგია იმდენად ღრმა ამბავია. ესე რომ ვიდეოებით ყველაფერი გამოგივიდეს. აი ყველაფერი არა ის შესავალს როგორ ის ხო და ნახე მან ვარ ზუსტად. ხო ეს ძნელია. თუ მაგალითად ჩემი ვიდეოები 1000-დან 100-კაც გამოადგება ოღონდ ისე დონეზე რომ აი აიწოვს და გამოიყენებს მთელი იმით ხო? აუ უეჭველი დავდებ. ნუ მაგიტოვდებ. მაგასაც დავდებ. იმიტომ რომ სუბთა პირდაპირ ფინანსურად რო ვილაპარაკოთ მე არ შემექმნის დისკომფორტს იმიტომ რომ მაგ თეორიულს მე იმდენად საშრომია მე ფიზიკური რადიკული ტირო დაგემართება და დიკლონად პეთი რო დარბიხარო დაირჩო თორე ვეღარ სწორდები ხო ისე ტკივა ხანდახან წელი და მართლა ვერ იმოშვები და ერთმანეთის მასაჟისტებად ნუ იმიტომ რომ ძალიან ბევრი გვიწევს ჩვენ რა თან რაღაც აქტიურ რაღაცებს ვაკეთებთ არა უეჭვე მაგაზე ვიფიქრე კიდეს პირდაპირ გეტყვი და გამომდინარე იქიდან რომ არსი ამბავში ხა YouTube 100,000-ზე ვისწავლე უკვე და იქაც რაღაც 27,000 გამომწერზე ავედი YouTube-ზე და ეს კახასკოლის YouTube გვერდი ვერ მივხვდი რატო 10,000 გამომწერზე ავიდა რა რილსების გამო პატარა მოიცა რომ YouTube-ზე ამბობ ხა ის 27,000-მდე თუ 26,000 რაღაცა არის კახას არსი და კახასკოლა ხო არსი იმიტომ რომ იქ იმენა YouTube გრძელ ვიდეოებს დებ და აქეთ კახასკოლაზე რა ის რა ქვია თავისი დავიდა 10,000 რაღაცაზე. ოღონდ რილსებით რა და ეხა თან იქ ვისწავლე როგორ გავაკეთო თან ისედაც ესე იხოდება და მეთქი ბარემ ხო ისე ამ გახსენებაზე ხო არ გამოეწერათ ჩვენი არხები ხო კარგი იქნება მეც მეგონი დასწრებში არ მithkoms და კი ხო ეს არის მითითებული იქნება აუცილებლად კახასკოლის ლინკები აღწერაში და გამოიწერეთ კიდევ ვისაც დამატებით ინფორმაცია გინდათ ამ თემაზე წავიდეთ ბოლოსკენ როცა პატრონი და ეს უბრალოდ ზაღლიო ძალიან ემსგავსება ხოლმე პატრონს
აი ხა რამდენჯერ შემიმჩნევია სანაცნობოში ერთ-ერთი ჯიშის ძაღლები ყავთ და ზუსტად ეს ძაღლი იმეორებს ამ პატრონის თვისებას და ის ორივე რადიკალურად განსხვავებული არის რა. კი. ამას როგორ ძაღლი თვითონ შვება ალბათ პატრონი არ ასწავლის. ძაღლი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლაგიატი. ანუ ეს მიმბაძველობა მისთვის არის სტანდარტი ცხოვრებისა. აი მაგალითად ძალიან სასაცილო, აი რაღაცა მინდოდა რომ გადამეღო და აი ცოტა ძნელია, ცოტა არ ძალიან ძნელი იყო. როგორ სწავლობს ნიქსი დიმუდა ბორგირის დედმამის საქციელებს და როგორი არის მათი პროსტა კოპერიმიტივის ინდივიდუალიზმი აღარ აქვს კოპი და პეისტი არის ამათი მართლა ოღონდ რა აი იმ დონეზე რომ ცოტა რაღაცა მოსაბეზრებელიც არის რაღაცა შენი თავი იყავი იმიტომ რომ პატარავი ამ ხელადან მათ უყურებს და რასაც ისინი შვებიან თამაში თავის არ გააჩნია დედმამისა აქვს აი ერთ წამს მამამისივით გაყვა რაღაცა აბა რა ხდება გააკონტროლოს მეორე წამს ფლეგმაა და აი რაღაცები ჭირს რა ხო და ეგრე ემართებათ აი ბორგირი არის ჩემი როგორი ანალოგი იცი აი როგორი ანალოგია ის ვინც ახლოს იცნობს ნუ აი მე რაღაცა ცოტა ისე არის ხოლმე რომ ახლოს რომ ნახულობენ ამას რომ ეხა ხო გეუნები და დაახლოებით ხო წარმოიდგინე და აი ალბათ შენს რომ მოხვიდე ხა ჩემთან სახში და ეგ ყველაფერი ნახო მე მგონი თემა აღარ იქნება და აი ამიტომ მე გავიგე ხო იმდენად ჭირს ბორგის ეს ჩემი ისინი იმდენად აღებული რომ ხო აი ესე რაღაც გრძელვადიანი სასაუბრო თემა ხდება ხოლმე იმიტომ რომ მე მიჩვეული ვარ და სხვისთვის ძალიან უცნაურია რა ხო ვიზუალათაც ამსგავსებია რაღაცნაირად კი უნდა აი მართლა ეგრე არის სიარულის მანერითაც და როასეინებენ ხოლმე ხვდები რომ ესენ დიდი ხანი ერთად არიან ეს ძაღლი და პატრონი ხო სიარულის მანერაზე ძალიან მეღადავება ჩემი მეუღლე განსაკუთრებით რომ მოვდივართ ხოლმე ერთად სანდათა შორიდან წერს ხოლმე რას ვგავართ ანუ დაახლოებით ნუ ის დაბანდალებს და დაახლოებით როგორც არის სამ პოდკასტ დავიწყეთ კატებზე ჩამოვარდა პაკშენ თქვი რომ ძროხასაც ასწავლე რაღაც ანუ ეგ ისტორია მოყევი და სხვა ცხოველებთან არ გაქვს შეხება რაღაც ანუ ღორთან მქონია შეხება ძროხას ხო აი ღორზე გამიგერო ძალიან ჭკვიანია კი ღორი მართლა ძალიან ჭკვიანია მაგარი სხვადასხვა მაგარი ემოციური ცხოველი არის იმართლა რო გითხრათ არ ვიცი იცის თუ არა ხალხმა რა შეხება ძროხას იმით რა ესეთი ქვა მარილი ხო ეგრე ქვია ქვა მარილი ძალიან უყვარს აი მარილს რომ ლოკავს უყვარს ძალიან და ნუ არ უყვარდა რა ჩვენ სოფელში ერთ-ერთ ძროხას შესვლა არაფრით და ნერვიულობდა განიცდიდა და სხვადასხვა მამაჩემ ჩამოიტანა ეს არა და რა ვიღე მეთქი უნდა ლოკო პირველ გავი არც ვიცოდი რა მეთქი რომ იმას თქვენ რომ მივეცი ისე მოეწონა ეს თვალები გაუდიდდა ძროხას მეთქი ესეთი კარგია შეც რა ენა რომ მიგდის რომ ლავი შეცავსა ნერწყვი მომდიოდა მართლა გეუბნები რომ რაღაცა ისე როლში შევიდა და მეთქი ოპა ეს რაღაცა მეთქი ბინგოა და ჯერ წავიყოლე იმას ვქენი მე აი მოუკლედ ბევრი გამეორება და აი ეტაპობრივად ასოციაციები ისე შეუქმენი იმდენჯერ გავუმეორე თუ სახლში ვიტყოდი და შევიდოდი და შემომყვებოდა ვაჭმევდი თუ სახლში აი კონკრეტულად ბოსელი ძალიან გრძელი ეს ბოსელს ხო ეძახიან რა მაგას და მოკლედ საბოლოო ის იყო რომ დავდე ხო და როგორ იცი ხელი მივდე სახლში მეთქი რა და შემომხედა ხელზე და ანუ წავიდა იქით, ანუ ეს მიმართულება აღიქვა და მეთქი შევიდა. რო შევიდა და იქ რო დახვდა, ხო დაუწყო ლოკო. ანუ მე გამოვიტანე, კიდე გამომყვა და ცოტა შორს გავიყვალ და გამოვიქეცი ჩქარა, დავდე ეგრევე, სახლში ვეძახი და უკვე ტემპიაცია რა, ანუ ძუნძულის სავით წამოვიდა რა, ანუ მიზი ძუნძული ხო წარმოგიდგენია და ხო, მე პროსტა ძალიან მარტივი იყო. აი რადგან პირველი ნავსი რო გატყდა, პატარა რაღაცა გაწყდა თუ როგორც ამობენ, მე უკვე წაიღო რა. მე რო ეუნებოდი რაღაცას დაახვედრებდი. ბევრი ჭკვიანები არიან ცხოველები, დრაგონია ხო. კატების სკოლა არსებობს, ხო? მე არ ვიცი, რაღაცა შეფარებები და რაღაცები არის და უტო და სასტუმროები და რაღაცები. არა, ეგრე არა, ხო. ძალიან ჭკვიანები არიან. ერთხელ აი თოლიდან არ მომდის ქუჩის უპატრონო ძაღლის საქციელი ესეთი მაგასაც ვაჩერებ ხოლმე სადგომია და ეს უკანასვლით უნდა გამოვიდე და მე გავიდე ეზოდან ესე ვაჩერებ ხოლმე რა ესეთი შეასრულელია და უკანასვლით რომ გამოვედი და ესეთ გასასვლელს გავუსწორდი აქედან მოდიოდა ეს უპატრონო ძაღლი რა ქუჩის და ანუ ბორბლები არის ესე დგას
და ქუჩი ანუ ეზოდა რომ გახო შეგიძლია წახვიდე მაგრამ შეგიძლია ქვევით წახვიდე და მივდიოდი ქვევით და ეს რო გაჩერდა რულის დატრიალება როგორც კი დავიწყე აქეთ მოვლი მოტრიალ და ამან მომიარა აქედან აი დარწმუნებული ვარ რომ შემომხედა ეს მანქანა საითაპრიოს წასვლას და წამოვიდა მეორე მხარეს რესი მოდიოდა რა აი მაგას ვერ გადამარწმუნებ რომ მაგას არ მიხვდა აი ბევრი ადამიანი ვერ ხვდება მაგას ესე მოდის შეუძლია სადაც უპატა იმას ხვდებოდა ეგეც აი ესე გამოვიყვანე და რომ გავჩერდი დავაფიქსერო რომ იდგა და მე მელოდებოდა და რულის აღება აქეთ რომ დავიწყე ეგრევე წამოვიდა ასე აი ეს იქით მიდიცო და აქედან ამიარა ეს და გავიზრდა და ეს ქუჩის ძაღლები ხო ამ ასე ვქოთ ძალიან დამოყენებული აქვს ეს მოძრაობა ქუჩაში და რაღაცა სახლის ძაღლს ეგ რო ასწავლო აი დააკოდეს ხო ის თვითონ ისწავლა ეს უკვე ბევრჯერ ვაკნა ნახე ხო ეგრეა ნამდვილად ძალიან მაგიტომ ძალიან სოციალურები არიან ხოლმე წითელს ელოდებიან მგზავრობენ ძალიან კარგად იმით მაგალითად ავტობუსი გაიღება ავა ხო წითელზე რო გადადიან ხო ანუ აქ არის დიდი გადასასვლელი ამ ოფისთან და რამდენჯერ მინახავს რომ ელოდება ადამიანებით არ გადარბიან წითელზე არის ჩქარება ელოდებიან ხოლმე მწვანეს და ძალიან მაგალითები არიან ძალიან ერთხელ ჩემო გააკეთა ისეთი სოციალურ რაღაცა საძინებელში არ უშვებთ ხოლმე და განსაკუთრებით თუ იქ ფანჯარაღია არის მე გარშემო ტრედები ჯდებიან ბევრი და ნუ შეიძლება ემოციებში გადაყვეს იმ ტრედებს და გადახდეს რა ფანჯრიდან და ვთხილობთ ხოლმე რომ საძინებელში არ შევიდეს და მე ვიყავი საძინებელში და ჩემი ცოლი სამზარეულოში და რაღაც საძინების კარი გავაღე და ღია დავტოვე იმითი რომ ყურადღებას მივაქცევ თუ შემოვა რა და ჩემი ცოლი ვერ მხედავ საძინებელში ვარ თუ და ეს დაიძრა ჩუმად საძინებლისკენ და ამ გამოვხედა რომ გიო მოდისო ანუ მარტო ეგ თქვა რა ვხვდებით რას ნიშნავს და ეს გაჩერდა მიტრიალდა და ესე გააკეთა ანუ ესეთი ხმა გამოსცა რატო ჩამიშვი ანუ მიხვდა რომ ანუ ვეღარ შემოიპარებოდა რა ანუ ალფრედი უძახდა იმას კი დაუძახა რომ არ წახვედი ან გაჩერდი გიო მოდის ესე გამოძახა და ეს გაჩერდა რომ რა ქენი რატო ჩამიშვი იმენა წარმოვიდგინე რა ხო არა მარკ ძალიან მაგრა ერთმანეთს შემოხედავს შენიორა კაი გადავიდეთ ბოლო ნაწილზე ბლიც კითხვები გვაქვს მაყურებლების შედგენილი ასე ვთქვათ ამ პოდკასტის მაყურებლებისგან მოწოდებული კითხვებიც არის და დავიწყოთ პირველი კითხვა ასეთია რომ ერთი ადამიანი შეიძლება დაასახელოს ვისაც უნდა ვიცოდეთ საზოგადოებამ უცხოელი ქართველი ან მეტად პოპულარული იყოს. ნახე, ბევრს არ ვფიქრობ, პირდაპირ მაქვს პასუხი და რატომ მაქვს პასუხი? ჩვენ დღევანდელი თემა იყო კინოლოგია და ძაღლები და აუცილებლად იასონ ბადრიძე. აუცილებლად ყველამ უნდა გაიგოთ ინფორმაცია და მოიძიოთ იასონ ბადრიძის შესახებ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ადამიანი, ვინც საერთოდ აი ამ დღეს რაც ვილაპარაკეთ, აი ამ ყველაფერს უდიდესი და უნიკალური ინფორმაცია პირველმა შესძინა და ეს ცოცხალია ცნობილი როგორც მგლებთან რო გაატარა ძალიან პერიოდი მაგ ადამიანზე სხვათა შორის ვარდოსანიძესთანაც ვიყავი რა პოდკასტში იქაც ვისაუბრეთ და მაგრამ გამიხარდა რომ მაგ პოდკასტს მე თურმე ძალიან ბევრმა მოიძია მის შესახებ იმიტომ რომ ისეთი ქვეყნის ისეთი ხალხი აფასებს მაგ ადამიანს და იქ ხოტბას ასხავენ და ჩვენთან არც ვიცით და ბედნიერი ვარ რომ შენ იცი და ჩვენ კაცებში ვყავდა სტუმრად და სხვათა შორის მე მგონი ჩემ მერე ხო მე მგონი ჩემ მერე რამდენიმე წელი წინ იყო არ მახსოვს თან იცი რატო გეუბნები თუ არ მეშლება არ შეიძლება ხა ურევ მე მგონი მე ვთქვი ეგ ამბავი და მე მაგ ინფორმაცია მაქედან და მე ესე მახსოვს რა ესე გავარდა და ძალიან გამიხარდა მე რომ ნახე გავგიჟდი ისე გამიხარდა ხო და ნუ მოკლედ ჩემი აზრით ეგ ადამიანი იმსახურებს იმას რომ ასე ვთქვათ ვიცნობდეთ და შესაბამის პატივს ვცემდეთ როგორც ასე ვთქვათ და იმსახურა თავის ყველაფრით კი ბატონო შემდეგი შეკითხვა რა არის შენი პირველი მოგონება რაც გახსოვს აი სულ ბავშვობისკენ რო წახვიდე ეგ ძალიან რთული კითხვა ვაიმე ალბათ შემსავით აი ხა რაც გაგახსენდება ეგ არის პირველი მოგონება რაც გახსოვს ალბათ აი პირველი რა გახსენდება რა კარგი არაფერი არ იქნება იმიტომ რომ ზუდი უფრო გახსენდება ადამიანს ალბათ არ ვიცი არა ნუ შეიძლება რაღაც გემრიელი ის გაგახსენდეს რაღაცა რასაც კი გიმზადება ორი რაღაც გამახსენდა ესე პირველი ამომიტივდი და ერთი ის იყო რომ მახსოვს ბავშვობაში ვაგროვებდი ფულს რა აი 20-30 რაღაც თეთრობით და ოცნებად მქონდა რაღაცა თოფი უნდა მეყიდა უეჭველი გახსოვს ესე რომ გადმოწევდი და ესე და ზამბარა რო იჭერდა და ამას რო იზავდი და რაღაცას იმაზე შუშაზე რომ მეაკროვდა რა კი და გძელი იყო ისიც მქონდა რა ხო და
ვიყიდე და ჭკუაზე არ ვარ სახში მოვედი რაღაცა და ეს ხონა გაუზია რომ ჩემ მეგობრებს ჩავი ნახეთ რა მაგ და თუ და გადამიტეხა. ეგრევე, აი რამდენიმე ხნის ოცნება, ძალიან გვიჭირდა ამ პერიოდში და გადამიტეხა და აი გოლს რა მოუვიდა, აი ჯოჯოხეთი იყო ეგ და ეგ დამამახსოვრდა ძალიან მაგრად. ხო, აი ეგ მახსოვს. თუ გჯერა გარდაცვალების შემდეგ ცოცხლის. როგორ შემდეგ ცოცხლის. მაგაზე დაჟე სიმღერა მაგ დაწერილი. Live after this რაღაც ეგეთი ის. ხო, აქ ჩვენ არ შევეხეთ ჩვენ სხვა საქმიანობებსაც და ეს რადიო მართვადი მანქანები ახსენი მუსიკასაც დაუბრუნდიო. კი, მუსიკას დაუბრუნდი აქტიურად. მოსწავლეების კუთხითაც დაუბრუნდი. მოსწავლეებსაც ვიყან უკვე რა. და მე თვითონაც მანდას გეგმები მაქვს რა. ვინც არიცით ეს როგორ ქვია მანქანების სარხს? კახას RC. კახას RC ხო არის ესე ვთქვათ პულტიან მანქანებს ვეძახით, თუმცა პროფესიონალური, არ ვიცი რომ შევადარქვა. ჰობი კლასის, ხო, ჰობი კლასის და პრო კლასის მანქანები. ხო, მე არ მყავდა. თოი კლასი არა. სანამ შენ არ გვაჩინე, მანდი არ ვიცოდი ეს მანქანები თუ არსებობდა საერთოდ და ნახე არ მყავდა და მე თავრო ვნახე პატარა ექსპერიმენტის გავაკეთე თუ გახსოვს იმაზე კონტენტ ფესტივალი რო იყო რომ დიდ მანქანას ვჩავობით და მაგაზე პატარა ვლოგი მაქვს გადაღებული ხო სხვათა შორის პატარა ვლოგი გადაღებული. ხო და ძალიან ესეთი მაგარი საინტერესო ჰობია და ნუ ეგრო ბავშვობაში მენახა შეიძლება ჭუიდან გადავსულიყავი ეგეთი რაღაცები. ესეთი რეალისტური პატარა და ესეთი გაწევა რო აქ ამ მანქანებს ძალა და ძალიან ძლიერებია კი. და ხო მოკლედ ამ კითხვას მიუბრუნდეთ მუსიკა სიმღერაც დავწერეო ხო? ხო არის მოკლედ პირდაპირ ვიტყვი რა ესე ცოტა შეიძლება ესე ჟღერდეს მაგრამ მოკლედ მე ჯერა რაღაცის მაგრამ ფორმა ვერ წარმოვიდგინე ეხა ის რო და სული დაუფრინა ვიცი რომ არ არის მაგრამ რაღაცნაირად მგონია რომ აი ეს გავქრე ესე არ ვიცი ესე რომ გავქრე არ წარმომიდგენია თუ არ მინდა წარმოვიდგინო მგონია რომ რაღაც არსებობს და მგონია რომ რაღაცა მე ისეთი იქნება რომელიც აი ამ ყველაფერს უსხვანაირად დამანახებს თითქოს ახალ არ ვიცი ხო ალბათ ფორმას ვერც მიხვდებით იმიტომ რომ ფორმასთან ახლოსაც ვერ მივდივარ მაგრამ აი შინაგანი მოდი ესე ვთქვათ შინაგანი რწმენა იმისა რომ დღევანდელ ჩემ ყოფასაც დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რა ფორმით იმას ვიზავ ვიქნები მე ეს რაღაცა იქაც გადავა და იქ მეორე ეტაპი იქნება რომ მე აქ თითქოს დღევანდელს კიდე შევაფასებ და იქ მესამეს დაველოდებით რაღაცა ესე წარმოვიდგინე არ ვიცი ცხოვრებთან ურთიერთობაში თუ შეიმჩნევი რა აი თქვა ესეთი ნათესაური აი ჩვენ ადამიანებთან რაღაც ცნობიერი კავშირი ვერ ჩამოვაყალიბე ხარ ის რას გეკითხები ანუ რომ მათაც აქვთ რაღაცა ცნობიერში ისეთი როგორც ჩვენ აი რაღაცა სულის ნაწილი თუ არ ვიცი რა არის ეგეთი რამ თუ შეიმჩნევია გიფიქრია მაგაზე იცი რა არის ხო არსებობს ის რაც ვისწავლე. არსებობს ის რაც ვისწავლე და არსებობს ის რითიც ვასწავლი სხვას. მაგრამ ვაკეთებ დაშვებებს და მოდი რა ერთი წამის წესები არ მაინტერესებს. აი მე აი აქ ვყავს ჩემი ცუგა რა, ჩემი ძმაკაცი მეგობარი ხო? და აი ხა დარწმუნებული ვარ შეიძლება ბევრმა კინოლოგმა ეხა ნახოს და რასაც ვიტყვი, აი გაეცინოს და რაღაცა, მაგრამ ჩემს არანაირი ის არ ექნება. აი მაგალითად ერთ-ერთი ავიღოთ Hans Zimmer-ის A Way of Life Last Samurai-ის საუნდტრეკის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მომენტი არის ეგეთი გულის გამოპობელი მუსიკა Hans Zimmer-ს არ გააჩნია ნუ ძალიან უსმენ მაგას და აი მახსენდება ესეთი ფაქტი რომ ეს ტელეფონი მიდევს და რაღაცა ჩაფიქრებული უსმენ ამას და ეს ჩემი ძაღლი მოდის და ნუ აი მოდი უბრალოდ ესე არ განვავრცოთ რა ამ ტელეფონს აწვება ესე თავს იმაშובה ზედადებს და ნუ აი ფაქტიურად ტირის რა აი ესეთი რაღაცა და ესო შეომჩნიე და არ მინდა ვიმჩნიე რომ ეხლა იმიტომ რომ ნუ აი შოქში ვარ რა და ტელეფონისაც წავიღე რომ გადავუღო რომ აი ამას ვინ დამიჯერებს და ვერ მივხვდი მე მივხვდი მეორე დღეს რომ ეს ტელეფონში არ იყო მუსიკა ჩართული და მაგიტო და მე მეორე დღეს მიცემს ახსნა რომ ეს ექნა ყველას მეუბნები რომ აი დაუჯერებელია ვიცი რომ ეს რაღაცა მთელი ის და კინოლოგიურად და ძალიან აკადემიურად ხო ძაღლის ის არა ესა და რაღაც შეგვიძლია ვთქვათ რა მაგრამ აი მქონდა ესეთ შემთხვევა რა არ ვიცი ეს არ ვიცი ალბათ ჩემი მე ძალიან ორი მხარე მაქვს რა ნუ 80% 90%
როგორ რეგვენსაც მიცნობს ხალხი ვიდეოებით და ვიდეოების გარეშეც და ჩემ უბანშიც და ყველგან ეგეთი რეგვენი ვარ, სულ. თუმცა ის 10 ხან მაქსიმუმ 20% მაქვს ჰანს სიმერის მუსიკის სულიც, ოღონდ ძალიან სიღრმეებში და ისე თვითონ სხვათა შორის დიმუ ბორგირი. ეს რა ბევრჯერ გიხსენ, დიმუ ბორგირი არის ერთ-ერთი სიმფონიური black metal ბენდი, რომელიც იქაც ხო მეტალია, მაგრამ ესეთი მეტალი არის რა. ჰანს სიმერი რომ მეტალში გადაიტანო რა, იქაც მაგათ გამოდავარქვი ეგ სახელები ჩემს ზალებს. აკადემიური თრა ვცეთ. ხო, რაღაცა უფრო ალბათ ეპიკური, სინემატიკური რაღაცნაირი ის არის რა, ხო და ასე რომ ერთ სიტყვით შეიძლება ეს გადაიტანა ეს ხასიათი თუ რავი რა ქნა. ფაქტიურად რომ რაღაცა კავშირი კიდე ემოციური შედგა არა მარტო სიარულის მანერა და ვიზუალი. ანუ ემოციური კავშირის ესეთი რაღაცა და თან ეს ერთხელ არ ყოფილა რა. ესეთი მძაფრი გამოხატულება კი სხვა დროს არ მინახავს, მაგრამ მიახლოებული ვერსიები კი. კაი და ბოლო შეკითხვა, რა არის ცხოვრების აზრი? არ გეტყვი რომ მაგაზე არ მიფიქრია და არ გეტყვი რომ მიფიქრია რა, არა. ძალიან ბევრი მიფიქრია და იმდენად ბევრი მიფიქრია და მით უმეტეს ზოგადად ეხლა კი არსად არ მომობ ხოლმე, მაგრამ ფსიქოლოგიაში ძალიან ღრმად ვარ ჩახედილი, როგორც სწავლის კუთხითაც, გამოცდილებით და ასე შემდეგ. მე მივხვდი რომ ცხოვრების აზრს როგორც ასეთი მოცემულობა არ აქვს. თვითონ ცხოვრების აზრს მოცემულობა ესე რომ დაიწერა თუ ჩამოვიდა არ აქვს. ჩემი აზრით ცხოვრების აზრს ჩვენ თვითონ ვიქმნით და ვქმნით. ამ აზრს ცხოვრების განმავლობაში ადამიანები წარმატებაში პოულობენ, ზოგი შვილში პოულობს, ზოგი სხვების დახმარებაში, ზოგი 1000 რაღაცაში. ანუ ჩვენ ვანიჭებთ ცხოვრებას აზრს. ჩვენ ვიქმნით ყოველდღიურად ამ ხშირ შემთხვევაში შეიძლება იმ გეგმებს და იმ ყველაფერს ისე ვერ მივყვებით ხოლმე როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მაინც ჩვენ ვქმნით საბოლოოდ ამ ყველაფერს. თუმცა არსებობს აქ მეორე ნაწილი, როდესაც მაგალითად ჩვენს მამებს და ასე შემდეგ იმას ვთქვათ, რომ ცხოვრების აზრი არის მომავალში. და შვილში. ხო, უყურე ეგრე ნებისმიერ რაღაც შეიძლება, ეხლა მე სუფთა ფსიქოლოგიურად ლაპარაკობ ამას ემოციების გარეშე. შეიძლება ეგრე ნებისმიერ რაღაც დავისახოთ. მაგალითად მე უნდა გამოვიდე, ეხლა ჭიდაობდი თავისუფალ ჭიდაობას და აი ჩემი ცხა იქ უნდა მივაღწიო და პანიკური ის მაგ და შვილიც რომ მეყოლება, შვილის შვილობა კი არა, აი პირველ ადგილზე ის მქონდეს რა. კი მე იმასაც ხვდები რატომ ასე შვილს ატომობენ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, მე არ მყავს ჩემი საკუთარი ჯერჯერობით შვილი, მაგრამ მე ხვდები რომ ის ემოციურად ისეთი დიდი რამ არის, შეიძლება ხვალდაზე მაგაზე უფრო მეტი აქცენტი გავაკეთო და ალბათ ეგრეც იქნება, მაგრამ მაინც ცხოვრების აზრი არის რა შეიქმნა, იმიტომ რომ მე ისეთი ადამიანების მინახავს, ვისაც ცხოვრების აზრი შვილში არ აქვს. ძალიან ბევრი მინახავს და მისაუბრია და სხვაგან არის. ასე რომ ჩემი პასუხი ეგეთია, რაში შეიქმნი, მაგრამ თავარი იცი რა არის. ისეთ რაღაცაში შექმნა ეგ აზრი. თუნდაც ისევ შვილში, თუნდაც ისევ მომავალში, თუნდაც რაღაცა ისეთ კარგის კეთებაში, რომელიც შენ ოჯახს, საზოგადოებას და ყველას, ვინც შეიძლება თუნდაც სიახლოვეს იყოს, ან თუნდაც აი კამერებიდან გვიყურებდნენ, რაღაცა თუნდაც 1%-ს დადებიც მისცემ. აი მაგაში თუ შეიქმნის ცხოვრების აზრი, ის იქნება კარგი. მე ამას მართლა ვცდილობ, აი მართლა გულით ვცდილობ, ჩემი პროფესიებით და ამ პროფესიებისადმი მიდგომით და იქაური კომუნიკაციებით, ნუ როგორც გამოდის რა. ძაღლს ლაპარაკი შეიძლება პასუხობ ამ შეკითხვაზე. ჩემი აზრით ძაღლი რას პასუხობს? რა, ბორგირი ალბათ ახდებოდა და მეტყოდა ძმა ხარ ჩაარტყიო. არა, თვითონ ამ შეკითხვაზე, დაგითანხმებოდა, ანუ. კი. ეგრე მგონია. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო. რამეს ხوار დამატებდი ამ თემას, რამეს ხوار. არა, უბრალოდ ერთადერთი ის მინდა დავამატო, რომ მე პოდკასტებში ბევრჯერ ყოფილვარ რა. ხო და ასე თუ ისე გამოცდილება დამიგროვდა და არ შემეძლია რა აღნიშნო ის რაღაცა დადებითი რაღაცა, რაც ეხა აქ შენ შექმედი.
რაღაც ძალიან კარგია. არ ძალიან კარგად გრძნობ თავს. ანუ სახში რომ მივალ ძალიან ვიცი რომ ისე დამეძინება ყოველდღე რომ ვერ ვიძინებ ხოლმე ძალიან ტკბილად. ხო და აი ამისთვის მადლობა მინდა გითხრა რა. პირიქით ერთხელ მოწვევისთვის. პირიქით მადლობა შენ რომ მეც ესე სასიამოვნოდ და საინტერესოდ გავატარე დრო და იმედია მაყურებელმაც ამიტომ გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი ვიდეო და ლაიქოთ კახას არხიც გამოიწერეთ თვალი ადევნეთ და ხო ვინც გვისმინა ხა ესეთი შინაური ცხოველი ძალიან ემოციური და ესეთი თემა არის ხოლმე მტკივნეული ბევრისთვის და თუ რაღაცაში არ გვითანხმებით ან სხვანაირი აზრი გაქვთ დაგვიწერეთ კომენტარებში ესეც და მოკლედ მადლობა კი მეც აუცილებლად დავაკვირდები კომენტარებს იმიტომ რომ ჩემთვის ეგ ძალიან ემოციური კომენტარებს რო წერენ ხოლმე ეხა მაგალითად კაცების იმაში ყველა კომენტარი მაქვს წაკითხული. სულ ყველა. აი ზოგი ხო რაღაცა ისე უყურებს. მე არა, მე ეგეთი აი მაინტერესებს. ანუ ადამიანები მიყვარს ან მათი აზრი და ასე რომ ვიცოდეთ რომ ჩემთვის ძალიან ის არის და აუცილებლად ყველა კომენტარს წავიკითხო და პასუხის თუ საჭირო იქნება აუცილებლად გავცემ. ასე რომ კომენტარები გამოვუშვით. კარგი, მადლობა კიდევ ერთხელ და ნახვამდის. ნახვამდის.